ქრისტიანისთვის სანამ მივაზიარებამდე თუნდაც ეს ლოცვა, რომელიც გვასწავლის მოთმინებას, სიყვარულს, მარხვა, რომელიც გვასწავლის თავშეკავებას, ნაკლები საკვების მიღებას, უკვე არის გზა, რომელსაც მიყავს ის ჯანმრთელობისკენ. არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისკენ. წინა ეპიზოდში ჩვენ გვყავდა ექიმი, რომელიც საუბრობდა იმაზე თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ მივიღოთ ალკოჰოლური სასმელები ჭარბი რაოდენობით, ვიკვებოთ ბალანსირებულად, ზომიერად და ასე შემდეგ. პრინციპში გეთანხმებით აბსოლუტურად იმაში, რომ დაკავშირებულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ქრისტიანული სარწმუნოება და მე უკვე ფიზიკური სიჯანსაღე. ქრისტეთში ნაკლებად არის გამოვლენილი მორწმუნეში. მაშინ მეც სადარდებელს უჩვენთ ექიმებს სააშრომას და იზურებული არიან გამოასწორნის, რაც მე წმენაში რო ყოფილიყავი და მართლა უფალში და მეცხოვრა მისი ღვთისმოშიშებით და მისი პრინციპებით. მინიმუმზე დავიდო და ექიმის საჭიროება ჩემზე მაშინ. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემთან მანქანით მოვიდა ბიჭი და მითხრა მამა გვერდ საუბრო თამაში დამოკიდებული ლუდომარი რა მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულია კლავ და თოკი მიდევს ბაგაჟნიკში აგერ გაჩვენებ თუ კიდე ორჯერ წავედი თავის მოსაკლავად დედაჩემი და მამაჩემის პენსია რომ ვითამაშო ვერ გაუძელი ახლას ვერ უძლებ ამას ტრაგედია რაღაცა გავაკეთეთ იქ ეს ბიჭი ახლა თუ არა თუ ცოცხალია არამედ უკვე დადგა ფეხზე პატარა რაღაც საუბარმა არა ამას მნიშვნელობა საუბრის ადამიანი ჭირდება მომისვინეთ თქვენ უგონიათ რომ მათ ხვარს ფული ჭირდება ნარკომანს ნარკოტიკი ჭირდება ეს პროტესტია ის ნარკოტიკის გემოს გარო იღებ შენგან უნდა მიიღო ჩემო ძვირფასო ქალბატონო ჩემგან უნდა მიიღო რო ვერ მიიღო მშობლისგან მეზობლისგან მასწავლებლისგან მღვდლისგან საზოგადოებრივი პროტესტი აქვს და ეს არის გაქცევა ეს არის გაბუტვა სამყაროს პროტესტს უცხად მე თავს ვიკლავ იმიტომ არ მჭირდები უსამართლო ხარ ეს ყველას ხარ შეუძლია ამაღლდეს რაღაცა და მიყუჟულია კუთხეში და ამის შურს იძიებს სამყაროზე და ღმერთზე როგორ ხარ შენ სამართლიანი სად ხარ როდესაც მე აინახე რა დღეში ვარ მე სხვა რეალობა არ დარჩა სხვა საშუალება პროტესტის გამოსახატავად ყველა სხვა შეუძლია ახლა ვიღაც ხმალი შიშლოს და მოძრაობა გააკეთოს და რა გააკეთოს მოკვდეს უცბად თავს ვერ იკლავს და მაშინ გამორთავს თავის სასუღერესო და აი შენ და მე მივდივარ ჩემ ყველა თამაში არის გაქცევა და უარესკვა ამას ვიქტორ ფრანკლი ამტკიცებს კიდე და ყველა ფსიქოლოგი გეტყვით 100% ნარკომანიის არის ცხოვრების აზრის დაკარგვა პირველი რაც უნდა გააკეთეს ეს არის ახალგაზრდებს და ყველა ცხოვრების აზრის დაუბრუნვა არა მხოლოდ ქადაგებით კაცო ცხოვრების წესით იმ ქრისტიანების იმ ახალგაზრდების ცხოვრების წესით და აქტივობით მათთან მიმართებაში ცოცხალ ურთიერთობების შესვლა რომ იქიდან მიიღონ მეგობრისგან თანადგომისგან სითბო რომელიც ვერ მიიღო და ნარკოტიკს დაუძმაკას და თამაში რატო არის მიბზიდვე დროის მიღმა გადიხარ ეს ხო ცნობილია მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია მეგისაჯაია სამედიცინო პოდკასტი. უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით თქვენი აქტიურობისთვის, თითოეულ ვიდეოს, რომელიც თავსდება სოციალურ ქსელში 10,000-ობით ნახვა აქვს, თქვენი გამოხმაურებები, ასევე პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგევართ და იმ თემებზე ვსაუბრობთ სწორედ, რომელიც აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას. დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს მამა გურა მოთხოზორია, მოძღვარი, რომელიც გამოირჩევა ღრმა აზროვნებით და ადამიანის ბუნების საოცარი ხედვით. მამა გურა, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემა გამოვა ძალიან საინტერესო. ნებით და ჩვენი ძალისხმევით. მინდა დავიწყო თქვენი სიტყვებით. რომელსაც ზიარების დროს ეუბნებით თითოეულ მორწმუნეს და მაზიარებელს. საკურნებლად სულისა და ხორცისა. მედიცინა და სულიერება, ქრისტიანობა, ეკლესია შეიძლება ეს ერთი შეხედვით განსხვავებული სფეროებია, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. სულიერი ჯანმრთელობა და ფიზიკური ჯანმრთელობა. დავიწყოთ აი ამ თემაზე საუბრით. და თითოეულ ჩვენს მაყურებელს ავუხსნათ თუ რატომ არის ეს სიტყვები ასეთი მნიშვნელოვანი სულის და ხორცის საკურნებელი ზიარება. მოგესალმებით ამ სტუდიაში პირველად ვარ და წარმატებას გისურვებ მომავალშიც. კარგი
კარგი ტანდემი გვაქვს, იმიტომ რომ ეს მედიცინის სფერო ზოგადად და რწმენის სფერო, რელიგია, ყველაფერი საერთოდ ეს დისციპლინები, რომელთაც ჩვენ სამყაროს და ადამიანს შევიცნობ და ვუდგებით სხვადასხვა კუთხით, ესენი არიან არა საპირისპირო და რაღაცა ისეთი ურთიერთგამომრიცხავი, და აღმასწებლები არიან აი ნილს ბორს აქ დამატებითობის პრინციპი ზუსტად აქ არის რომ ურთიერთსაწინააღმდეგონი აღმასწებლები არიან ერთმანეთს ანუ პირიქით ანუ მედიცინის სფერო და დაუშვერწმენის სფერო იქ რაღაცები კი არ უპირისპირდება არამედ ადამიანს როგორ ფენომენზე მოვლენაზე ავსებენ წარმოდგენებს და ერთობლივად იკვლევენ და მოკლედ შეეწევიან ადამიანს თვითონ ის რაც შეეხება კურნებას, აგრესიულობას, ჯანმრთელობას, აქ არ არის ლაპარაკი მარტო ფიზიკურს, ეს თუ როცა ადამიანი მატერიალურ აზროვნებით ხედავს საკუთარ თავს და სამყაროს, როცა ეს სიტყვები ესმის, ჯანმრთელობა, კურნალობა ავტომატურად გადაუდის სხეულზე და ამ დროს სხეულზე ბევრად მეტია თვითონ ადამიანის არსი. აი არის ესეთი გამოთქმა, რომ არ არსებობს ავადმყოფი ორგანო, არსებობს ავადმყოფი ადამიანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საუკუნეების მანძილზე, კი არა ეს დღესაც ეს თემა არის სადავო მეცნიერებისთვის და აქ რაღაცა რელიგია თუ რწმენა და მეცნიერება თითქოს ვერ პოულობენ თანხმობას. თითქოს ეჯახებიან რომ როგორ ადამიანი ხო ორგანოთა ჯამია. ასე იყო სინამდვილეში თუ ღრმა ჩავთ აქ მეცნიერება და სულიერება და რწმენა უნდა აღავსოს ერთმანეთი, იქ ერთი არიან. ამაგალითად როცა ლაპარაკი არის პირველ ერთი წერტილი აფეთქდა და იქიდან შეიქმნა სამყარო, დიახ, მაგალითად მე პირადად ვეთანხმები ამ ევოლუციის თეორიას, რომ რაღაცა პატარა ნაწილაკებიდან, მტრის ნაწილაკებიდან იქმნება სამყაროს და ნელ-ნელა ფორმა ეძლევა დღევანდელ დღემდე. სანამ ადამიანი არის აგერ გვირგვინი ქმნილების, ხო? მაგრამ მანდაც შეიძლება თანხმობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის იმით, რომ რა აფეთქდა, კი აფეთქდა ეს წერტილი და განვითარდით, მაგრამ წერტილში თუ არ იყო შესაძლებლობა ჩადებული იმისა, რაც შემდეგ აქედან იქმნება, მაშინ როგორ მივიღებთ ამას? ანუ რა ევოლუციონერდა? მე როცა მარცვალი მაქვს ხელში, ამ მარცვალში ჩადებული მთელი ხორბალი, რაც კი სამყაროში შეიძლება დაიტევს ერთ მარცვალში. და მორფთესავა მარცვალს ევოლუციონირდება, ხო? ჯერ პატარა რაღაცა ყურს ამოწევს, მერე ღერო, მერე რაღაცა და ბოლოს თავ-თავი. ევოლუციონირდა, ხო? თავ-თავი მეჭირა ხელში ან საზამთოს მარცვალი, ან რაღაცა და ვიღებს სხვა რაღაცას, ხო? დაახლოებით აქ თანხდება ეს, რომ ის წერტილი საიდანაც ჩვენ ვიწყებით, ორივე სინთეზი არის ორი კითხვა არსებობს ზოგადად სამყაროში, მეცნიერებას ვამტკითხავთ როგორ. და ის როგორ ვითარდება სამყარო, ადამიანი მოვლენების სწავლობენ, ანალიზს უკეთებენ, მაგრამ მეცნიერების საპირისპიროდ სულიერება, ანუ ჩემი სვამს კითხავს რისთვის, ანუ არის როგორ კითხვა და არის რისთვის კითხვა. მაგალითად, როგორ შეიქმნა ეს ჭიქა, გასაგებია ვიტყვით ამას შევისწავლეთ ყველაფერს. იქვიშა რაღაცები, რაღაც ავტომატი, პრესფორმის ის არის ჩაყრიანი და ბოლოს, მაგრამ დანიშნულება რა ფუნქცია აქვს რისთვის? ეს ხო არ გამორიცხავს, ახლა დავიწყოთ ჩვენ, ხომ არ შეიძლება. ანუ ეს ორი საკითხი, ანუ მეცნიერული მიდგომა როგორ და რისთვის, ანუ რა ფუნქცია, რა დანიშნულება მაქვს მე როგორც ადამიანი და სამყაროსაც ეს ავსებს ერთმანეთს, როგორც ჩვენ ვთქვით. შესაბამისად ეს არ გამორიცხავს ერთმანეთს, ამიტომ კურნება, ჯანმრთელობა ეს არის არა მხოლოდ ხორცის საკურნებელად, სულისა და ხორცისა. ანუ სული არის ფესვი, როცა მე ვარ ვაცნობებ ჩემ თავს, ხოლო ყველაფერი რაც ჩანს, ეს არის შემდეგ ამ მატერიალიზირება და გამოვლინება სულისა ჩემი სხეულის მეშვეობით. ამიტომ თუ სულში ნათელია, ანუ როგორც აი ფესვი მაგალითად მცენარე თუ სულში, ანუ მის ფესვში ნათელი, ანუ იქ კვება აქვს, წყალი აქვს, მიწოდებული ყველაფერი, მაშინ მთელი მისი სხეულიც ჯანმრთელი იქნება. ანუ ფესვი თუ მორწყული. ასევე ადამიანსაც თავის ფესვი აქვს. ეს არის მისი შინაგანი მე ვარ არსი. თუ იქ ნათელია, ანუ მორწყლულია, ნაპატიებია, კავშირი აქვს ღმერთთან, სამყაროსთან, ყველაფერთან სწორად არის, შესაბამისად მისი მოქმედებებიც ადეკვატურია. ის
არ ბრაზობს, არ აწובה, შიშები არა აქვს, იმიტომ რომ ნათელშია და მინიმუმს ხარჯავს შიშზე, მინიმუმს ძაბავს იმაზე რომ რაღაცა იშოვოს და არ აინტერესებს ამდე. შესაბამისად, როდესაც დაწოლა სხეულზე ნაკლებია და სიმშვიდით განეფინება სხეულის ისვენებს უკვე და დაავადება არის სხეულის გადატვირთვის შედეგი ორგანოები. იმიტომ რომ როდესაც ყველაფერი არასწორად არის, ეს ორგანოებს გადადის მერე ეგ ბევრ შეჭამა დაუშვე. რატო ჭამე ბევრი ნევროზი გაქვს? რატო გაქვს ნევროზი? იმიტომ რომ შენ თავს მოწყდი რაღაცა აი ესეთი ტვირთი აიღე რომელიც შენ არ უნდა აგეღო და ნახე როგორ გადადის ეს ანუ აქ არის ლაპარაკი სული ცალკეა და სხეული ცალკეა აი როგორ ჭიქაში ასხია წყალი და წყალი თუ გადაყვარეს ჭიქა რჩება არა ეს გამშოლავს სულის სხეულს აქ ფაქტურად მოცილებაც არ შეიძლება ამიტომ არის ქრისტიანობა სულ აღდგომაზე ლაპარაკობს და არა სულის უკრავებაზე და ქრისტე თავის აღდგომის შემდეგ აჩვენებს რომ სისხლი და ხორცი მაქვსო იქ თევზიც კი შეჭამა ოღონდ უფრო გასპეტაკებული ანუ არ ახწნადი არამედ უფრო გაკეთილშობილებული რისკენაც ჩვენ მივდივართ ასე რომ ეს მედიცინა და რწმენა მოდი ასე ვთქვათ აქ არ არის არავითარ შემთხვევაში დაპირისპირებაში არამედ ერთმანეთის აღმავსებლები არიან თქვენ იცით აი ლუკა ცნობილი რუსი ქირურგი ომის შემდეგ პერიოდის ვოიცენსკი თუ რაღაც გამავიდა ერთმა ისე მაპატიოს მაგრამ ცნობილი ქირურგი იყო და ამ დროს მორწმუნე კი არა ისეთი რომ ყველასთვის ესე კი ანუ დაპირისპირებას ვერ ხედავდა ამაში პირიქით ავსებდა ანუ ესე იგი გამოდის რომ ქრისტიანისთვის სანამ მივაზიარებამდე თუნდაც ეს ლოცვა, რომელიც გვასწავლის მოთმინებას, სიყვარულს, მარხვა, რომელიც გვასწავლის თავშეკავებას, ნაკლები საკვების მიღებას, უკვე არის გზა, რომელსაც მიყავს ის ჯანმრთელობისკენ. არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისკენ. წინა ეპიზოდში ჩვენ გვყავდა ექიმი, რომელიც საუბრობდა იმაზე თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ მივიღოთ ალკოჰოლური სასმელები ჭარბი რაოდენობით, ვიკვებოთ ბალანსირებულად, ზომიერად და ასე შემდეგ. პრინციპში გეთანხმებით აბსოლუტურად იმაში, რომ დაკავშირებულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ქრისტიანული სარწმუნოება და მე უკვე ფიზიკური სიჯანსაღე. ქრისტეთში ნაკლებად არის გამოვლენილი მორწმუნეში. მაშინ მეც სადარდებელს უჩვენთ ექიმებს საშრომას და იძულებული არიან გამოასწორნეს რაც მე წმენაში რო ყოფილიყავი და მართლა უფალში და მეცხოვრა მისი ღვთისმოშიშებით და მისი პრინციპებით მინიმუმზე დავიდო და ექიმის საჭიროება ჩემზე მაშინ. მაგალითად ალკოჰოლიზმი, რასაც ებრძვის სამედიცინო საზოგადოება და რასაც ებრძვიან ექიმები. ან ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. ავნებს ხორცს და ასევე ავნებს სულს არის სოდვა. ჭარბი საკვების მოხმარება, სიგარეტი. ამაზეც რო შევჩერდეთ რა, მავნე ჩვევებზე, რომელიც რამდენიც გინდა, ყველაფერი. უყურეთ ხეს რო მატლები უჩდება, დავუშვათ ხეს. რამდენი მატლს მოაშორებ? ერთ მათმოში ისე ანუ ხე მატლს აჩენს სველი ხე. ამიტომ და გამოაშრო. მაგიდაზე ქალბატონებს მაიციან, ხო? სამზარეულო მაგიდაზე ჭიანჭველები გაჩნდა. რისი ნიშანია? ახლა ჭიანჭველებს რო დაუწყო, გადაფერხო, ისე მოვლენ ჭიანჭველები. ანუ დიასახლის ხდება რაღაცას, იქ თაფლი დაეწვეთა. ან ტკბილი ჩაი. ამიტომ კერას მოშლის და შესაბამისად არ დარჩება არაფერი. ან ნარჩენები როცა ბრევრია ოჯახში რაღაცა მიტოვებულ სახში რაღაცა ხდებია საეჭვო არსებები. ანუ დაავადებები, ეს პარაზიტები ჩდებიან იქ ადამიანში, სადაც ჭამენ. ყველაფერს იქ სადაც მივეცით თავისუფლება. ანუ მოვწყდით იმ თავარ ჩემს დანიშნულება. რატო სვამ ბევრს? იმიტომ რომ მადლი გაკალია. მადლია ჭეშმარიტი ღვინო, ხოლო ეს ღვინი მადლის ან არ ეკლია. პავლე პირდაპირ ამბობს, ნუ დაათვერებით ღვინით, აღივსენით სულით, ანუ დაათვერით სულითო. ანუ სული რომელიც მაღლა გწევს ვიდრე ფიზიკური არსებობა ადამიანისა, რომელიც ძალიან რუტინულია და ამ მადლის ქვეშ უკვე ჭარბად ხედა ვინ ხარ შენ სინამდვილეში. და ეს სიცოცხლეს გაძლევს, სიფსუფუქეს გაძლევს და არ მინდა ღვინო რა თქმა ან სხვა რაღაცები ზედმეტი საჭმელი. აი აქ უკვე ფესვებთან მივედი. პირველი ცოდვა საიდან იწყება, როდესაც ადამიანი იყო ჰარმონიაში სამყაროსთან. აი როცა არ დაავადება იქნებოდა, არ ციბერი იქნებოდა, არ ციკლი იქნებოდა, სრულიად შესაძლებელია რომ დარჩენილიყვნენ ჰარმონიაში სამყაროსთან. ანუ პირველი 64 რა იყო, ეს არის მდგომარეობა, როდესაც იდეალური მიდგომაა ადამიანსა და სამყაროს შორის, ასე ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. აი როგორც მე რო ვსუნთქავ ჟანგბადს. აი ეს არის 64 ჩემთვის ამ წუთად. ნახეთ, მე ვცდილობ ვისუნთქო?
თქვენ ცდილობთ ის უნდა თქო სუნთქავთ. ბუნებრივად თავისთავად. აბა რო ეცადოთ ის მიაწექით აბა ეცადეთ დაეხმარეთ ცოტა იმუშავეთ. გაიგუდები ელემენტარული და ანუ თან არც კი გახსოვს როგორ იღებ ჟანგბადს და ეს ის ჟანგბადი რო გახსოვდეთ რომლის გარეშე წუთი ვერძლებ. და მილიონჯერ მეტი ახლა ჟანგბადი ვიდრე შენ ფიტოებს ჭირდება სრულიად უკაპიკოდ და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იმდენად რომ არც კი გახსოვს ისი არის ის გამახსოვდა სხვა იყო ისე მშვიდი და წყნარი რომ აღარც მახსოვს იყო თუ არაო და ისევ სუთქავ და ვინ არჩევს ცდილობს არც კი გვახსოვს როგორ სუთქა ნახე როგორ მოაწყო განგებამ რომ ყველაზე მთავარი ადამიანისთვის ჟანგბადი არის სრულიად ესე იგი სისავსეში ადამიანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იღებს ამ. აი ეს აყირავდა. ეს 64 იყო ზუსტად ისე მდგომარეობა, როცა ადამიანის ეს არის ოქროს კვეთი. სამყაროს მიმართ ისე დგომაში იყო, ისე დამოკიდებულებაში, სადაც როგორ ჟანგბადს ვიღებ ჩვენ ახლა, აი როგორ დაგიხასიათით ისე იმ ფორმით. ზუსტად ასე იღებდა მადლს სულის ჟანგბადს. აი რომელიც არის ადამიანის ფესვი, სადაც არის თვითკმარობა, ანუ 64 ნიშნავს ადგილს, სადაც არის თვითკმარობა, სისავსე, ყოფნა. აი ყოფნა რა გაგებით? უბრალოდ არსებობა კი არა, ყოფნა ნიშნავს კმაობა, სისავსე. ხოლო ჩვენ რო გამოვარდეთ იქიდან უკვე აღმოჩნდით სად? უკმარისობაში. ჟანგბადის უკმარისობა გვაქვს, 64-ის უკმარისობა მაქვს. ანუ არ ყოფნაში ვარ, ანუ არ მყოფნის. და ამიტომ ადამიანი რაც იქიდან ეძლეოდა პირდაპირ მზამზარულად ჟანგბადივით და მეტი არაფერი არ ჭირდებოდა მინიმუმზე იყო და ძალისხმევა დაყენებული და იფსებდა სული მისი სავსე იყო უკვე როცა ამას მოწყდა არ ყოფნაში რო არ ის იძულებულია აი იქ რაც დააკდა ნეტარება იმიტომ სული ბუნებით ნეტარია მას ახსოვს ბავშვი ის ეძებოს მატერიაში დამატებით რომ აქედან აღიდგინოს და უკვე ჭამს იმიტომ კი არა რომ სხეული შეინარჩუნოს არა ჭამს იმიტომ რომ იკვეხნოს ნახე გუშინ მე სუში ვჭამე გუშინ ამ რესტორანში აი სიამოვნება რომელიც იქიდან დააკდა უკვე მათხოვარი გავხდით უკვე სანაგვეში ვიქეკებით მატერიაში რომ ჟარგოზე რო თქვა ლომკა მოვიხსნათ 64-ს ამიტომ ნეტარების პირველი ნეტარება რა არის როცა იესო შემოდის ნეტარარია სული ღატაკნი ვინაიდან მათია სასუპრებად სადა ეს სული ღატაკე ბერძნულ თარგმანიდან ნიშნავს ვისაც აკლია ღმერთი ვისაც არ ყოფნის სიცოცხლე არ ყოფნაში როცა ხარ მაშინ შენ იბძვი იმის რომ დაუბრუნდე და ვერ დაგაკმაყოფილებს ვერც ერთი ვერც პირის გემოთი მიღებული სიამოვნება ვერც ყურით მოსმენელი რაღაცა ვერც ჭამა ვერ თვალი გაძღება ვერა ესენი ზედაპირულებია და ადამიანი იფიტება ამისგან და უმთაი პატარა ბავშვს რომ დედა არ იყოს და ტიროდეს და ბავშვებს ათაშვილს უტოვებენ გამფთობებს მერე როცა დედა არა ჩვენ და სოფელში ასე იზია სპეციალურად მეზობლის გოგოს ან ვიღაცა მოდი რა ბავშვი გამირთე იმიტომ რომ არ იტიროს მაგრამ ბავშვი რა რამდენამეს უკეთებენ გამფთობები ხან ამას აჩვენებენ ხან ათამაშე ხასათამე მაგრამ ბავშვი გაჩერდება ისევ დედა ვერაფერი ვერ ჩაუნაცვლებს დედა სულსაც დედა წყურია 64 პირველი წყარო აი როცა ის არ არის მანამდე ის ასეთ ენერგიებს ხარჯავს სიამოვნებები ბედნიერებები სიხარულები მაგრამ ესენი წარმავალია ყველაფერი მუდმივად უნდა კაჩო მუდმივად უჭირდება ის რომ გაიმეორო და არასოდეს არ ძღება და სანამ ჩვენ არ ჩავალ პირველ წყაროში აი აქედან არის თქვენ რო გითხარით რომ ესე თქვენ ეს კი არ უპირისპირდება, ანუ რაც უფრო სავსეა სული, უფლისთან დასრებით, თავის თავთან მიბრუნებით, მით უფრო ნაკლები ჯაფა დაადგებათ ექიმებს და ჩვენ სხეულსაც. იმიტომ მინიმუმზე დავა, მაშინ ის დაავადებები, რომელიც არის გამოწვეული, რომ 100 მაგ სამუშაოს ვასრულებთ, იმის გამო, რომ იქ თავარ ფესვართ მოწყვეტილი და მათხოვრებებით ჩემს სხეულს ურჩხულები, რომელიც 5 გზობის სულ ფშიათ თვალსულშია და უნდა დავაკმაყოფილო პირსულშია მუცელს მუდმივად ვაყიდე ესენი ითხოვენ ესენი მსხვერპლად ყველაფერს ვიღებ და იფიტება საწყალი სხეული ორგანიზმს ჭირდება გადამაუშვება ამის ბევრი რო შევჭამე ბევრი რო მასკენი ვიკავე ბევრი რაღაცეები ჭარბად და მე სხეული არის ამიტომ მე მოდის და ავადებები პარალელურად ერთია რომ შენ ახლა გარეგნოს კურნა მაგრამ ფესვი თუ არ მივაგერით ადამიანი თუ არ დაუბრუნდა თავის შემოქმედ სიყვარულს პირველ წყაროს
აი ეს უკვე არ ვიცი ეს მარტო შეჩერება ამისი ეს შორს ვერ წაგვიყვანს ეს. მოდი დავეხმაროთ მამაგურამ ექიმებს და დავეხმაროთ ასევე ოჯახის წევრებს, რომლებიც მაგალითად თუნდაც ჩემს პირად მაგალითზე მამას ქონდა წინა კვირაში ინფარქტი, გადავიყვანეთ ჩაფიდის კლინიკაში, დაუყენეს დამატებით სტენდები და პირველი რაც მოიკითხა რომ გამოვიდა სიგარეტი. ანუ ექიმები ეუბნებიან რომ პირველ რიგში გადააგდებინეს სიგარეტის პაჭკა, დაინახა ექიმმა და კოლოფი ამოაღებინა და წაიღეთ ეს და გადააგდეთ გითხრა, მაგრამ პირველი რაც გააკეთა მან მოწია სიგარეტი, როგორც კი გამოვიდა და ნუ ვთხოვთ, ვუხსნით, აი შემდეგი ეტაპი უკვე იქნება მისთვის შუნტირების ოპერაცია, რომელიც არის საკმაოდ რთული ოპერაცია. თუმცა არ ესმის. იგივე პრობლემა გქონდა ჩემს მამამთილთან, რომელსაც მუდმივად დასდებდნენ პატარა ბავშვით და უყურებდნენ ხო არ ეწეოდა სიგარეტს. დაეხმარეთ ექიმებს, ოჯახის წევრებს. აი რას ვუკეთებთ საკუთარ თავს, იქნებ გაიაზრონ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით თამბაქოს მოიხმარენ. რას ვუკეთებთ საკუთარ ჯანმრთელობას, სხეულს და რას ვუკეთებთ სულს. აი ჩვენ სარწმუნოებაში როგორ აღიქმება სიგარეტის მოხმარება. აი მაგალითად მე გამიგია, არ ვიცი რამდენ სწორია, რომ როცა ჩვენ სიგარეტს ვეწევით, ამით ეშმაკს ვუნთებთ საკმეველს. რამდენ სწორი არის ეს მოსაზრება და რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც ვერ ახერხებს, რომ თავი დაანებოს მოწევას. ახაც ეს პატარა რაღაცა სიგარეტს შეხედა, ეს პატარა რაღაცა შეხედა, ახლა ეს როგორ უნდა მომერიოს თითქოს, მაგრამ ესე არ არის. რა არის ეს დამოკიდებულება? ეს არის აისბერგის წვერო, რომელსაც ნახავ და შეგიძლია გეგონება რომ გადავტეხავ, ესე მაგრამ აისბერგია უკვე. ანუ რას აკმაყოფილებს ისევ იქას ამოთხებდე მივდივარ, რას აკეთებს სიგარეტი, ანუ ადამიანი რომელიც ჭარბ ენერგიას ხარჯავს ცხოვრებაში, ანუ მოწყვეტილია თავის ნამდვილ კონსტიტუციურ მდგომარეობას, ანუ ნულოვან მდგომარეობას, რომელსაც 60 მდგომარეობა ქვია, ანუ ნეტარების გარეთ არის მას ავტომატურად უწევს უკვე ისეთ რეჟიმში ცხოვრება, არანორმალურ რეჟიმში ყველაფრიანად. და ეს აწვება სხეულს და შემდეგ არის დამატებით საშუალებები, ღვინო, სიგარეტი, ერთი ქალი არ ყოფნის, ნარკოტიკი, ესენი ამით იკვებებიან, ამიტომ პირველ რიგში ჩვენ იმას კი უნდა ვეცადოთ, რომ ეს ნარკოტიკებს ვერ ბრძოლოთ, სიგარეტს ვერ ბრძოლოთ, რამდენი რამეა, ახლა სიგარეტებზე რამდენი ბრძოლა მიდის, შეცვალეს ყუთები, ისა ლამაზი რეკლამები იგზალება, ყველა სიგარეტს აწერია კლავს, იქ იმპოტენციას აგდებს, მაგრამ ვინ შეგვწყვიტა? აბა ნახეთ რა ხდება, ანუ ესეც არის ახალგაზრდებშია ძალიან დიდი. მაგრამ პარალელურად თუ არ მოხდა სახელმწიფოში და რომ იმ რეფორმების გატარება თუ რას მიყავს ადამიანი აი ასეთ გატაცებებამდე და მავნებელ ჩვევებამდე ცხოვრების წესი სიგარეტისთვის მოწევას რა იწვევს ეს ხო ფსიქოლოგიმაც იციან და ყველა მდია ყველა ეწევა მაგრამ არის განსაკუთრებული მდგომარეობა როცა ისეთი ტვირთის ქვეშ არის ადამიანი ან რაღაცეები სწორედ ესენი არიან წარმომშობი ამ ყველაფერი ხელოვნური საშუალებების რაც მას დააკლდა ამიტომ პირველ რიგში ადამიანი უნდა აი ეგ არის აქ უკვე ეკლესიის ის არის პირდაპირ ვალდებულება აჩვენოს არა მარტო მოუწოდა აი ჩვენთან პრობლემა კიდე რა გახდა რომ ეკლესია გახდა ფაქტურად მომწოდებელი ამგზალავი გამლავი რაღაცას მოუწოდებენ ეს ცუდია ეს მიატოვეთ ეს ამისთვის არ მოსულა ქრისტე მაგის მიტოვება ადამიანს შეძა ამას სახელმწიფო ეუბნება და მორალი და ტრადიციას არ შველის ეს ყველაფერი ქრისტე არ მოსულა იმისთვის რომ ცოდვინებს უთხრათ მიატოვეთ ცოდვები თორე დაიღუპებით არა კაცო მან იცის რომ ყველა დაღუპული ვარ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია გადაირჩინოს თავი უკვე დაღუპული ვარ და ქრისტეს რატო ქვია მხსნელი მესია რატო ვის ჭირდება მხსნელი აი მაგალითად მე თუ დგავარ რაღაცა სადღაც ფეხი დამიცურდა და მუხლებამდე მან მხსნელი არ ჭირდება მე თუ მე თვითონ ამოვა რაღაც პატარა ძალისხმევ მაგრამ თუ ყელამდე წყალში უკვე ვიხჩობი გამოსავალი უკვე არ მაქვს დამთავრდა ადამიანურად მე აქედან ვერ გამოვალ მაშინ მჭირდება მხსნელი რომელიც მოდის და აი ამ მდგომარეობიდან მიხსნის ეს არის მესია კაცობრიობას რო შეძლებოდა სახელმწიფო მეებით ინსტიტუტებით რელიგიური ინსტიტუტებით ტრადიციებით სასჯელებით რაფორმის სასჯელები არ არის გამოყენებული ქურდების წინააღმდეგ თუ მკვლელების წინააღმდეგ დაახეთ ისტორიაბა ერთ ადგილას ქურდების ის რომ შიში რო ქონოდათ ქურდებს რო არ მოეპარათ ერთი ქურდი დაიჭერეს და მთელი სოფელი აიძულეს რომ ეყურებინათ როგორ ჩამოახშობენ ქურდს და რა მოხდა იცი
ერთ ქალაქში. ყველაზე მეტი ქურდობა მაგ დროს მოხდა და რატო? ყველა რო იმას უყურებდა, ჯიბები დაუცარიელეს აქეთ ქურდებმა. ამათ ვინც იმას სეირს უყურებდა. ყველა ისა საჟელები, სიკვდილი დასჯა, რამდენი ფორმა არა, მაგრამ არ შველის. ამიტომ ქრისტე რას აკეთებს, რომ ძველ ბუნებას ცulis ადამიანის, ანუ კვდება ჯვარზე, ეგ ამაზე ვერ გავაგზავნებთ ეს სხვა ფორმატი, მაგრამ აი და ადამიანს აძლევს იმ რწმენას, სულს, რომლითაც მანამ ძველ კაცს ძლია. აი ეს ამაღლდა და 64-ში დაბრუნდა. ანუ რწმენის გარეშე, უკვე ქრისტეს მადლის გარეშე ადამიანს არ შეუძლია მწოდებთან ბრძოლა, ის იჭერს ამას, ამიტომ პარალელურად რომ უფრო მეტად ის კი არა, ვიდრე ჩვენ გვგზავნავთ რაღაცეებს, დაუშვათ სიგარეტი, ნარკოტიკი, თამაშები და ეკლესია მარტო ის კი არ უნდა იყოს მომწოდებელი, რომ ნუ თამაშობთ, ნუ იკეთებთ აბორტს, კი ბატონო, ნუ ეწევით სიგარეტს, ნუ იკეთებთ ნარკოტიკებს, ეს ერთია, მაგრამ ეს არ კი, მაგრამ ეკლესია ამისთვის არ მოსულა მოწოდებისთვის მარტო და ჭკუის დასარიგებლად გარედან, არამედ ეკლესია თავს წირავს, ქრისტე მადლს აძლევს, შედის მდგომარეობა ადამიანზე უკეთეს თავაზობს კიდე დამატებით. ანუ ამით ათავისუფლებს ადამიანს. ქრისტიანებს არც მახვილი ეჭირათ, არც კანონი იცავდა პირველ საუკუნეში, არც დაცვა ჰქონდათ არავისგან. შიშველი ხელები და შიშველი გული მთელი მსოფლიოს იმპერიები, რომის იმპერია დაინგრა. კაცი ჭამიებთან შედიოდნენ და რით, რა ძალით უკეთეს აჩვენებდნენ. აი მაგათაც შენ თამაშობ და უშუალოდ ნარკოტიკი ეწევი რაღაცა სიგარეტს თუ რაღაცა გამაბრუებელ საშუალებას თუ რაღაცა ბევრ ჭამ. მე მოვდივარ შენთან თავდაპირველი 64. პირველი ნეტარება და თვალებიდან შუქი მოდი ჩემგან, სიტყოდ, რასაც შენ ყველაფერ ამისგან ამაოდ ეძებ, შენ რომ მოდიხარ, მე კითხვა მიჩნდება, აი მაგალითად რომის იმპერიაში, ახლა მოახლეები ქრისტიანები რო იყვნენ არისტოკრატებთან, ეს არისტოკრატი ოჯახი, რომელიც ფუფუნებაში იყო, ჭამდნენ ბოდიში და ისევ არწყევდნენ, ისევ ეჭამათ. სიამოვნებას ღებულობდნენ რაღაცეებში, ამ დროს მოდის ვიღაცა, პატარა გოგონა, პატარა და ნათელია, ცეცხლი უკიდია, თვითონ სიხარულის წყაროა და ეს კითხვას უამს, უკმერ საიდან და ხდებოდნენ ქრისტიანები. პირდაპირ ამათი აი რა უნდა გჭირდება ჩვენ ქრისტიანებს. მარტო მოწოდება კი არა, რომ ამბიონი და ქადაგება მარტო, აი პატრიარქმა თქვა ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ რომ ჩვენ მარტო ეკლესიაში არ უნდა ვიდგეთო და აქედან ჭკუას კი არ უნდა ვარიგებდეთო, გავიდეთ გარეთ და ვიყოთო მომწოდებელი მაგალითი ნათელი ყველასთვის ვიც გარეთ არის და ძალიან სწორი მიდგომა ეს ჩვენო უწმინდესმას თქვა თავიდან უბრალოდ შემდეგ აიდა ღმერთმა აი ეს არის ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ პირველ წყარო ნეტარების ადამიანშია ღმერთი როცა ადამიანში ღმერთს ვერ ხედავ მე გარეთ მივდივარ პროტესტი მაგ და პროტესტის ნიშნად ვეწევი ეს თვითმკვლელობა ვიცი რასაც მაგ რატომ იმიტომ ჩემთვის სიცოცხლე არის ჯოჯოხეთი ადამიანის სიყვარულის გარეშე ამიტომ პირველი იესომ რა წამოწია არის პიროვნება დღეს რაც ეკლესია უნდა გააკეთოს უნდა პიროვნება წამოწიოს წინ და პიროვნება რომელიც ქრისტეთია სავსე ის არის პირველ წყარო ნეტარების და 64 თვითონ ქრისტეა 64 ყველა ქრისტიანი 64 უნდა იყოს ყველასთვის დამაშვრალებისთვის რომლების სანაგვეში იქეკებია იქ და მე ახლა დაუწყო წევლა ამათ წევლა კი არა უნდა უკეთესი ვაჩვენო იქ რო იქეკები შენ ნაგავში შემომხედე ქრისტეს ეკითხებია მამა გვაჩვენო და რა უპასუხა იცი ცაში აიხედო კი არ უთხრა, ტაზარში წადითო კი არ უთხრა, ეზიარეთო კი არ უთხრა, იმარხულეთო კი არ უთხრა, შემომხედე ფილიპე. რამდენი ხანია თქვენთან ვარ და მე ვერ მიცანი? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. აი როცა ქრისტიანი გაბედავს, რომ ის ადამიანი რომელიც ნარკოტიკის ქვეშ არის, თამაშობს, აბორტს იკეთებს თუ სიგარეტს ეწევა თუ რასაც აკეთებს, იმას კი არ ეტყვის, მიატოვე ის, არა, მე შემომხედე ჩემში შენახავ იმას, რომლის დაუნახაობის გამო აკეთებდი ამ ყველაფერს, ჩემშია სიყვარული და სიხარული. აი როცა მე ქრისტეზე კი არ ვილაპარაკებ, არამედ ქრისტეს გამტარი ვიქნები, აი ეს სიცოცხლე ადამიანს მოუწყავს ფესვებს. და ის უკვე რომ დაკმაყოფილდება სულ ის სანაგვეში არ დაიწყებს ქექვას მე პირველი ეგ არის საიდაც უნდა დაიწყოს მერე დანარჩენი ინსტიტუციები და სახელმწიფო რომელიც ხელს შეუწყობს უკვე ამ ვინც ადამიანი გადაწყვეტს ამას ამ ფორმით უკვე თუ არა და გარედან ვერ უშველით ვერ აუგზავნო და აუგზავნე მედი აბა უკეთესი უნდა მისცე მაშინ ის კაცი გეტყვის მაშინ კაი რამდენი შემთხვევა ასეთ მიატოვა ნარკოტიკი და უშოთ გამოვიდა ციხიდან ისევ ციხეში ბრუნდება ამას ციხეში ყოფნა ჯობია ვიტყვით ნარკოტიკზე რა სიტუაცია იმ ცხოვრებას რომელსაც ახლა მე უყურე ფული მე არა მაქვს ორ კაპიკზე უნდა დილდაც აღამოდი ვიმუშაო და მონასავიდი ვჭამო რაღაცა რაც იქნება ერთი ცხოვრება მაქვს მაინც რა მე რა ვიცი იქ რა იქნება ქე მაინც აგერ გავიჩხირავ აგერ ვითამაშებ დროს გავიყვან ეს არის ნელი თვითმკვლელობა
ნარკოტიკის ეს ნებაყოფლობის თავის მიცემა, ეს არის ადამიანის გადაწყვეტილება, რომ მას არ უნდა სიცოცხლე. ახლა რატო არ უნდა სიცოცხლე? ჩვენც ავიღოთ პასუხისმგებლობა. იმის ბრალია ბოროტია, ხო? ესე იგი რაღაცა გვჭირს ჩვენ ეკლესიაც, სახელმწიფოც, ჩვენ თავს მოთხოვოთ, რომ ამ ადამიანების ვიყოთ ალტერნატივა, ეცხოვრებოდეს, უყვარდეს, უხაროდეს, აი იმის მერე თუ გააკეთებს, კი ბატონო, ეს მისი არჩევანი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პრობლემა ჩვენს გვაქვს და ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა რაღაცეებზე, იმ გაგებით, რომ ვიყოთ მაუწყებელი უფრო დიდი სიცოცხლის, ვიდრე გარედან ამ სანაგვედან იღებს ადამიანის სიამოვნებას. თვითონ ნეტარება ვაჩვენოთ. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ეკლესიამ და ხომ არ დადგათ რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. მე ხა თქვენ გისმენდით, ვფიქრობდი, რომ თუ კი თითოეული ადამიანის შეგნებამდე მივა ეს ყველაფერი თქვენ რაზეც ახლა საუბრობთ, თუ კი სახელმწიფო და ეკლესია გაერთიანდებიან იმისაც, რომ თუნდაც დაიწყონ საუბარი ამაზე, გაკეთდეს კამპანიები. ადამიანები იქნებიან უფრო ჯანმრთელები, ვიდრე არიან დღეს. მაგრამ მე არ ვიცი, რატო არ კეთდება ეს სახელმწიფო და ეკლესიას დღეს ისეთი ერთობა აქვს, რომელიც დიდი ხანი არ ყოფილა საერთოდ და იქ არის ნეგატიური შედეგი შეიძლება მას მოყოს ძალიან პოზიტიური. თუ ეს ტანდემი, რომელიც დღეს აქვს საქართველოში, ეკლესიას სახელმწიფოს, ხალხის სრული მხარდაჭერა ეკლესიას აქვს, პატრიარქის შემდეგ განსაკუთრებით, აი ისე სახელმწიფო და თუ ესენი პიროვნებისთვის ადამიანის გასათავ პიროვნება როცა იესოსთვის რო პიროვნება იყო ერთი პიროვნება მიზანი და არა ხალხი და მასა და ამ მიმართულებით წარმართავენ პოლიტიკას და რესურსებს თუ ბერკეტებს რაც გააჩნია ორივე საუკეთესო სახელმწიფოს აქვს ფიზიკური ბერკეტები ამას აქვს ავტორიტარული და სულიერი ბერკეტები და პიროვნებისკენ გადავა განსაკუთრებით და დანარჩენი მეორეხარისხოვანი იქნება მე რომ მკითხო პრიორიტეტი დღეს უნდა იყოს პიროვნება ნადგურდება დღეს განათლება რა არის ინფორმირებულება ახლა უამრავი რაღაცებია წამოჭრელი აქ საკითხები რომელიც თითქოს შეიძლება განიკითხო ადამიანი აბორტის გამო ნარკოტიკის გამო მაგრამ განკითხვა ადვილია გასაგებია რომ იღუპება მაგრამ ქრისტე რატომ მოვიდა რომ განაჩენი გამოუტანოს და არაფერი საშველი არ არის საშველს რას ვაძლევთ რა ნუგეს ვაძლევთ ვიც დაუშვათ ასეთ ცოდვებს ჩადის ხო იქ განათლება აკლია ჩემ დროს მაგალითად აბორტი იყო სასაცილო მე აი დავბერდე კაცია 79 წელს მე ჩემი თვალით მაგ ნანახი რომ რიგში რო იდგნენ აბორტის გასაკეთებლად ქალები და სიცილით იშორებდა 2, 3, 4 თვის შვილები. არავის უბრალოდ განათლება არ იყო. კატებს, ძაღლებს, ლეკვებს ჩვენ მშობლების წინაშე ხოცავდით, წყალში ვაგდებით, გეუბნებით, რაღაცებს ვაწამებდით კატებს და ჩემი თაობის ბავშვები საბჭოთა კავშირი იყო, ათეიზმი იყო, ეს კულტურა არ იყო და ადამიანი ექვემდებარება აღზას, ასე რო არ იყოს, მაშინ ჩვენ საერთოდ არაფერს არ გავაკეთებდი. ცხოველებს რელიგია არ აქვს, იმიტომ რომ ინსტინქტები იცავს ადამიანი ღმერთმა შექმნა თავისუფლებით. ამიტომ თუ არ გამოიყენებ ამ თავისუფლებას, წახვალ ძალიან ცუდი გზით წახვალ. ამიტომ კულტურას, განათლებას აქვს მნიშვნელობა. ახლა ჩემი შვილიშვილი ნატალიკო მის წინ რომ წერი გავსრისო, შეიძლება არ დამელაპარაკოს ერთი თვე. არა თუ რამე ან ძავს, ან კატას, ან რაღაცას გავუბი. ნახე კულტურა ყოფილა თუ არა კულტურა. რაც ეხება აბორტს, მე რო ვამბობ რომ 3-4 შვილებს თავისუფლად იშორებდნენ, ისე ნუ გონიათ რომ ისინი ბოროტები იყვნენ. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. ეს კულტურა ასე იყო, არ ეგონათ. უნდა მოინანიონ, რა თქმა უნდა, მაგრამ მონანიებამდე ეს ნორმაა. ისინი ამას არ განიცდიდნენ. ასე უბნებოდა კულტურა, არავინ არაფერს არ ამბობდა. ჩულ გესტაპოს ერთ-ერთი ჯარისკაციდან აიღეს ინტერვიუ, რომელიც ადამიანებს აწამებდა. მათქვა ჩვენ ადამიანებს არ ვაწამებდითო. ჩვენ ბავშვები და გვინერგავდა რომ ისინი ადამიანები არ არიან. და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც არ ვიღებთო, მაგრამ ეს ხო არ არის გამართლება. ანუ განათლება არის აი დღეს რაც არის, აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ ხალბატონი მოვიდა რომ ჯერეთი 10 წუთი ტიროდა და მეთქი რა ჭირს, რა უნდა იყოს ესეთი უსმენახა მეთქი რა გამოხდა ამის ხოვრებაში, რა ასეთი ამოღერღა ძლივ ერთი თვის ნაყოფის დაახლოებით. თუ თვენახევრის, რომელზედაც ყველა ექიმმა, ყველა ეხომ უთხრა რომ ეს ბავშვი მოკვდება დაბადება ვერ გაძლებს, ან ძალიან დამახინჯებული დაიბადება, ვერაფრით ვერ პატიობდა საკუთარ თავს და ვამაგრებდით, ვერ გამოვიდა, არა, ჯერ ხო ვერ გაბედა მოშორება. მოშორების შემდეგ მისი ქმარი მოვიდა მკვდარი. ხალხი გამახსენდა ის პერიოდი. 2, 3, 4 თვის ბავშვებს ჩეხავდნენ პირდაპირ ცოცხალ ჯამთელ ბავშვებს. ანუ კიდე ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ის კი არ უნდა გავაკეთოთ მაინც და მაინც რომ არ გაიკეთოთ კი არ რას მიყავს აქამდე. პირველი გაუნათლებლობა, მეორე
სტიგმები ჩვენთან ჯერ კიდე სტიგმა რომ უყურებდრო გააჩირო შვილი მაშინ შობელს როგორ ენახოს ის საყვარელი ვისგანა შვილი გააჩინა ის საერთოდ არა ლაპარაკი რაღა ქალებზეა სულ ლაპარაკი ის ვინც ეს გააკეთა და დაუშვა შვილი რო გაუჩნდა პასუხისმგებლობას რატო არ იღებს რაღაცაზე ის წავა იქით იმას არავინ არ მოთხოვს პასუხ ეს საწყალი ხალი ახლა მე კიდე გეუბნები ცოდვილია დიახ ცოდვილია მე ცოდვილი რაო ქართველებმა უარყავითო ცოდვილიო თუ შეიყვარეთო ქრისემ ცოდვილი შეიყვარა ცოდა ბავშვი ცოდვია კაცი ცოდოა ხალი, ცოდოა ბავშვი, ცოდოა ნიშნავს ცოდვილია, დიახ, გაიკეთა აბორტი, დიახ, ცოდვილება, რა უყოთ ამ ცოდვილს? გამოსავალი ვაჩვენოთ, შევთავაზოთ, აი დავუშვოთ, დაურსოთ და რაღაცნაირად მოხდა. ახლა ნუ დამიწყებს, ნუ რავი, ახლა საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო, ხო გახსოვთ თქვენ? არ იყო საბჭოთა კავშირში, ასე ამბობდნენ, ასე აჩვენებდნენ და გვეგონა და ჩვენ ხითხითებდით. საქართველოში უკაცრავად და ბოზობა არ არის, ხო? არ არის ქალები უქროდ არ თხოვდებიან ბავშვებს არ აჩენენ და რა მოვიტყუოთ თავი ვის ვაჩვენებით ახლა ოჯახის სიწმინდეზე რო გამოვდივართ იქ და მთელი რას ვაჩვენებთ ჩაიხედე რა ხდება მე ვიცი ეგ და ყველამ ჩვენგანმა ვიცით რომ რამდენი ბიჭზე ცოლი ვერ მოყავს ბინა არა აქვს ფული ჭირდება ეგრე სად არის და შესაბამისად უკვე გართობის საშუალება და გადაქცეული ბრუშობა ჩვეულები რომ ჯერითი კულტურაც კი ხელს უწყობს ამასურე ცოდვა საერთოდ არც არის და მე ჩნდებიან შვილები ორსულდებიან რა უყოს კარგი ყველა გააჩერდა ახლა მოთხოვოთ პასუხი ამას მოთხოვოთ კი უამრავი რაღაცებია განათლებაც სკოლაც სწავლაც პლუს პირობები რომ თუ ეს შემთხვევა მოხდება უნდა იყოს ინსტიტუცია ან არასამთავრობო ან სამთავრობო ან ეკლესიასაც და ეთქვიან აი შენ რო უკანონოდ შვილი გაგიშდა ამას თუ გამოძი ჩვენ გაძლევთ ამ $10,000 ამას ვაკეთებთ ამას პასუხისმგებლობას ვიღებთ ან რაღაცა ან იქამდე არ მიყვანაში დაეხმარე ან რაღაცაში ასე რომ ქრისტეს შედეგს არ ებძვის ეკლესია უნდა ტრაგედია ეკლესიის ტკივილი უნდა იყოს ეს ჩვენთვის და პლუს რაღაცა ფორმით ჩვენ რაც შეგვიძლია სახელმწიფოსთან ერთად რომ ესეთები მინიმუმზე დავიდეს და რაღაცა ყოველ შემთხვევაში კომფორტი შეუქმნათ იმისთვის რომ ეს ბავშვი გადარჩეს მერე აბსოლუტურად ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. იგივე ვთქვათ მე სქესობრივი გადამდები დაავადებები, სისხლის მიერი გზით გადამდები დაავადებები, აბორტის შემდგომი მდგომარეობები, რომელიც შეიძლება იყოს უშვილობის გამომწვევი, მედიკამენტოზური აბორტი, რომელსაც ძალიან ხშირად ახალგაზრდა გოგონები მიმართავენ. გისმენდით ახლა და ვფიქრობდი აი ამ პრობლემებზე, რომელიც მე უკვე იწვევს ძალიან სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. იგივე ახალგაზრდა თაობა, ბავშვები, რომლებიც უკონტროლოდ მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტებს, ვეიპებს, ანუ დამატკბობლები და ესეთი ეს კიდე დიდი ცალკე უბედურებაა ჩვენი ერის ხალხის, რომელიც მე უკვე ეს აღარ აკმაყოფილებთ და უკვე ნარკოტიკებს მოიხმარენ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც გეთანხმებით გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ. და ერთსაც დავამატებ მამაგურამ 2 თვის წინ იყო ესეთი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში, სადაც მე ვარ ჯანდაცვის ომბუდსმენი, იმშობიარა გოგონამ, რომელიც მიატოვა მეუღლემ და ის იყო მარტოხელა დედა ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან და როდესაც მე მოვიკითხე თითქმის ყველა ინსტანციაში რომ სახელმწიფო რას აკეთებს, როდესაც მარტოხელა დედას ჭირდება დახმარება. აღმოჩნდა რომ თურმე არაფერს. არ მოგიდგენია? არ ვეხმარებით ფინანსურად. ოჯახი წიხს კრავს. იქნებ საკვებს მაინც აძლევს მეთქი, აი თქვათ ხელოვნურ ძეს, თქვათ პამპერს, არა და მე უკვე კლინიკამ გამოიჩინა კეთილი ნება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მე ჩემი პოდკასტის საშუალებით იმედის კლინიკის ადმინისტრაციას და მათ აჩუქეს რაღაც გარკვეული რაოდენობის საკვები, ხელოვნური საკვები, პამპერსი და ასე შემდეგ ამ ადამიანს. განწერული იყო ჰაერში. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჩვენი კლინიკის დირექტორი ბატონი დავით კობეშავიძე წლების განმავლობაში, ვისთანაც მე ვმუშაობ 12 წლიდან ჯანდაცვის ომბუდსმენად, აი ასეთ მარტოხელა დედებს პერიოდულად რომ აი შეატყობდა რომ ძალიან უჭირდათ მათ და არ შეეძლოთ ასე ვთქვათ ამ ბავშვის მიხედვა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ შეგუნჩნევია რომ მაგალითად ტირის ქალი და ჩავეკითხები ვთქვათ რატომ ტირის და აღმოჩნდება რომ მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ მიხედოს მერე შემდგომ უკვე ამ ბავშვს. გვიჩუქები რაღაცა ეტლის, აკვები, მაგრამ ეს ხომ ერთჯერადია, ეს ხომ მას ვერ უშველის. ინსტიტუცია უნდა იყოს. ეს ხომ მას ვერ უშველის და ასევე ძალიან სიღრმეებში რო არ წავიდეთ და არ ვისაუბროთ იმაზე თუ რამდენი ქართველი ქალი მიდის იმაზე რომ გახდეს თქვათ იგივე სუროგატი დედა. რატო ვის გამოაკეთებს როგორ გაჭირვების გამო რა თქმა უნდა. იმ აბორტიც კი გააკეთა ცოდვა კი გამართლებაზე არ არის ლაპარაკი აქ. არის როგორ შეიძლება ქალს უხაროდეს თავის ნაყოფი
რატომ არ შეიძლება სხვა რამხელა ტრაგედია მე არ მგონია რომ ისე კონდეს ამორეცხილი ხასრობა ესე უაბოდო სიხარულით იშორებდეს და ის ადრე რო იყო გითხარით რომ კულტურაც იყო ესეთი დღეს ასეთი აგიტაცია უკვე ყველა მეცის იმდენი ფოტო ის არის ვიდეოები ნანახი რომ ეს ბავშვი რა შვება იქ უკვე ინფორმირებული არიან და მაინც რომ მიდის აბორტზე მოდი სხვანაირად შეხედე ის კი არა რომ ეს მკვლელია გასაგებია მკვლელია მაგრამ ის როგორ მიდის იქამდე რამხელა პრობლემა უნდა ქონდეს და შინაგანი რაღაცა ესეთი რომ ამაზე გადააბიჯოს ყველაფერს და აი ამ მერას ვამბობ რომ პარალელურად გარდა იმისა რომ ცოდვა ვიცით გავიგეთ რომ ნარკოტიკი ცოდვა კაი მერე რას ვშურებით ახლა კაი ცოდვა და დაიღუპონ ესენი რომ პარალელურად სტრატეგია სახელმწიფო და ეკლესია ძალიან კარგად შეუძლიათ რომ აი ამების საპრევენციოდ რაღაცა თანხა ფონდი შეიქმნა ხალხიც დადებს ფონდს ხოთაშვილი მე პირადად აი რიგითი მოქალაქე რო ვიყო თუ მეწოდინება სანდო ფონდი სახელმწიფო და ეკლესია რო ქმნის ფონდს აი ასეთი ქალბატონების რომელიც აჩენენ ბავშვებს და არა აქვთ რესურსები და არ მოიცილეს ბავშვი და დაბადეს ვინ რომელი ქართველი არ გაიღებს გეუბნებით თუ კომპანია იქნება ყველა გაიღებს პატარ-პატარა რაღაცას რომ ეს ფონდი არსებობდეს რომ ჯერ ერთი ნარკოტიკის ისიც არ არსებობს იცით თქვენ რა ძვირი ღირს გამოსავალი და რაღაცები რო არის გამოვიდნენ ყველა ხო ვერ დაწובה ძალიან ძვირი ღირს უამრავი ესეთი იაფი ნარკოტიკზე გადადიან ახალგაზრდები ეჯაჭვებია სად დაწובה სად წავა ეგეც არ არის ჩვენთან ისეთი აი ესეც შეუძლია ეკლესიამ თავისი რესურსებით მრევლი ყავს ყველანი ყავს სახელმწიფოსთან ერთად რაღაცა ესეთი შექმნას სივრცეები სადაც 2-3 დღეც კი საკმარისია რომ იქ წენაზე დაელაპარაკები ფილს აჩვენებს წიგნს ერთად გაარჩევ ჩაის დალევ მასთან ერთად უკვე ძალას მოიცემ მე ეს მკითხე მე პირადად როგორც მგდელმა ეს მე ვიცი ჩემ თავზე მაგ გამოცდილ მე ერთი შემთხვევა იყო როდესაც ჩემთან მანქანით მოვიდა ბიჭი და მითხრა მამა გვერდ საუბრო თამაში დამოკიდებული ლუდომანი რა მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულია კლავს და თოკი მიდევს ბაგაჟში აგერ გაჩვენებ თუკი და ორჯერ წავედი თავის მოსაკლავად დედაჩემი და მამაჩემის პენსია რომ ვითამაშო ვერ გაუძელი ახლას ვერ უძლებ ამას ტრაგედია რაღაცა გავაკეთეთ იქ ეს ბიჭი ახლა თუ არა თუ ცოცხალია არამედ უკვე დადგა ფეხზე პატარა რაღაც საუბარმა არა ამას მნიშვნელობა საუბრით ადამიანი ჭირდება მომისვინეთ თქვენ უგონიათ რომ მათ ხوارს ფული ჭირდება ნარკომანს ნარკოტიკი ჭირდება ეს პროტესტია ის ნარკოტიკის გემოს გარო იღებ შენგან უნდა მიიღო ჩემო ძვირფასო ქალბატონო ჩემგან უნდა მიიღო რო ვერ მიიღო მშობლისგან მეზობლისგან მასწავლებლისგან მღვდლისგან საზოგადოებრივი პროტესტია და ეს არის გაქცევა ეს არის გაბუტვა სამყაროს პროტესტს უცხად მე თავს ვიკლავ იმიტომ არ მჭირდები უსამართლო ხარ ეს ყველას ხო არ შეუძლია ამაღლდეს რაღაცა და მიყუჟულია კუთხეში და ამის შურს იძიებს სამყაროზე და ღმერთზე როგორ ხარ შენ სამართლიანი სათხარ როდესაც მე აინახე რა დღეში ვარ მე სხვა რეალობა არ დარჩა სხვა საშუალება პროტესტის გამოსახატავად ყველა სხვა შეუძლია ახლა ვიღაც ხმალი შეშლოს და მოძრაობა გააკეთოს და რა გააკეთოს მოკვდეს უცბად თავს ვერ იკლავს და მაშინ გამორთავს თავის სასულიერო და აი შენ და მე მივდივარ ჩემ ყველა თამაში არის გაქცევა და უარესობა ამას ვიქტორ ფრანკლი ამტკიცებს კიდე და ყველა ფსიქოლოგი გეტყვით 100% ნარკომანიის არის ცხოვრების აზრის დაკარგვა პირველი რაც უნდა გააკეთეს ეს არის ახალგაზრდებს და ყველა ცხოვრების აზრის დაუბრუნო არა მხოლოდ ქადაგებით კაცო ცხოვრების წესით იმ ქრისტიანების იმ ახალგაზრდების ცხოვრების წესით და აქტივობით მათთან მიმართებაში ცოცხალ ურთიერთობების შესვლა რომ იქიდან მიიღონ მეგობრისგან თანადგომისგან სითბო რომელიც ვერ მიიღო და ნარკოტიკს დაუძმაკას და თამაში რატო არის მემსიდველი დროის მიღმა გადიხარ ეს ხო ცნობილია აი ჰაიზინგას აქეთი წიგნი ამ თამაშის იმაზე ეს მეცნიერული მტკიცებულებაა რომ მაგ მომენტში შენ გადიხარ დრო ხომ ტვინმა შექმნა და ძალისხმევა საჭირო. როდესაც ადამიანი ისეთ მდგომარეობაში ვარდება, სადაც ამ დროს და ამ სიმაში უჭირს, მაშინ გამორთავს და გადადის დროის მიღმა რეჟიმში. ანუ 64 რა, სადაც არაფერი თამაში არის პარალელური მდგომარეობა და ამ დროს იქ რა ხდება, უკვე ანკესებია იქ, აი როგორ თევზი რომ სატყუარას ნახავ ლამაზ ჭიას, დახარდება, მაგრამ ანკეს ვერ ხედავს, მე სამწუხარო. და იქ გაებნება მახეში, აი ყველა. ამიტომ სასურველი ესო მოდის ალტერნატივას გვაძლევს. მადლი მოაქვს, რომელი მადის ხილვადია, წონვადია, იზომება, რომელიც განიცდება, ეს არ არის ფილოსოფია, ეს არის თეოლოგია, რომელიღაც ღმერთზე რომელიც საშია, ეს არის ადამიანები, რომელიც აცხიათ ეს სიცოცხლე. სხვათაშორის ქრისტე ცხებულებას ნიშნავს ბერძნულად. მაშიახ
ლიმშოხ მაშიახეს არის ებრაული სიტყვა ანუ მეფებს ცხებდი აი მაგალითად ხო ვამბობ რა მოგაცხო იმანო იმასთან არ გაუშავო ბავშვი ის მოსცხო რაღაცა ცუდი თვისებები ანუ მე რო საცხი მაცხია მე რო შენთან ურთიერთობას ვიჭერ მე ხო გადაგდება ამ საცხს და ეს საცხი ქრისტეა მე თუ ქრისტე მჭირს მე შენ გადაგდებ ქრისტე ვინ არის ქრისტე სიცოცხლე მე ვიცი ვინ ვარ და უკვე როცა ეცოდნა მაგ და შეგიძლია მე არ ჭირდება გართობის საშუალებები მე თვითონ ვარ უკვე პირველ წყაროში აი ამიტომ არის მე რომ ვამბობ რომ პირველი ეს არის ის რომ ცოცხალი ადამიანი მოვანდომოთ ადამიანი ახლოს მივიდო და ადამიანი არის ღმერთის პირველ წყარო პროფილის სურათი ღმერთი ცაში არ უნდა ვეძებოდ არც მაინც დიდ აზრებ ლამაზ აზრებში თუნდაც არც მარტო ხატებში იმას თავისი ფუნქციები აქვს ხატებს და ტაძარ მაგრამ ცოცხალი ხატი ადამიანი არის ღმერთის პროფილის სურათი თუ ბუნება და ყველაფერი არის ღმერთზე მიმანიშნებელი აი რა როგორ ღმერთი რო არ იყოს სცენარები ადამიანი არის ღმერთის სახით მოხედვაში ადამიანის სახით როგორ ღმერთს უყურებ იმიტომ მისი ხატებაა ამიტომ შენ უნდა იყოს გახსენება იმ 64-ის ადამიანისთვის შეიძლება ამას როცა ამას მე ვარ ვაკეთებ ღვდელი რო ვარ მრევლი როცა არ აკეთებს თავრობა არ აკეთებს ექიმი არ აკეთებს და მარტო ფულზე ფიქრობ ექიმთან მივიდა ასე მოექცა მეზობელი ასე მოექცა მშობელი ასე მოექცა ღვდელთან მე ვივიდა რა სიტყვით ასეთ ადამიანზე რა ქა ბოლო ხელი გამოიჭრას მაინც და მაინც რა სიტყვით და უკვე პროტესტის ნიშნად აბორტსაც გაიკეთებს წამალსაც გაიჩხირავს თამაშიც პროტესტია ეგა არც ერთი ნორმალური ადამიანი ცოდვა შეგინებულად არ ჩადის ჩვენ უწყობთ ხელს ამ ადამიანებს დაავადებას ეკლესია დიახ უწყობთ ხელს იმით რომ ქრისტეს მეტი თავის უარყოფელი რომ აი ხა ერთ ციტატას კარგით ისა უკაცრავად ჩვენ რომ შევძოთ ქრისტესზე კი არ ველაპარაკოთ ქრისტესზე ვლაპარაკობთ 1000 ტაძარი გვაქვს და 1000 მდემსახური ეს ერთია აი პატრიარქმა რო თქვა მეთქი შიობესამებ რომ გავიდეთ გარეთ რა გახვიდე რა უნდა გაიტანო გარეთ შინაგანი სამზარეულოში გვეყოფა ყოფნა გადი გარეთ რომ ერთ ქრისტიანს როგორც ერთ სანთელს შეუძლია მთელი ოთახი გაანა ერთ ჭეშმარიტ ქრისტიან რომელიც ყველა იმ кайფით რომლითაც кайფობენ სხვები ნარკოტიკიდან თამაშიდან დაუშვა სიგარეტიდან ქალიდან რაღაციდან ერთ ქრისტიან თვითონ აქვს თავის თავში პირველ წყარო ნეტარებით აი ჩემთან შეხებით ის უნდა იღებდეს ამ ყველაფერს რასაც გარე და სანაგვეში ეძე ადამიანის თვალიდან ადამიანის ბაგიდან, ადამიანის ჩახუტებიდან, ერთი სიყვარული ჩახუტებას გეუბნებით მე არ ვიცი რომელი წამალიც გინდა, რომელი მორფიც გინდა, რომელი თამაშიც გინდა, მეტი ძალა თუ არ გქონდეს ეს მე მკითხე. მე ამას თვალწინ ვხედავ რა უნდა ადამიანებს დღეს. უდათ მხოლოდ და მხოლოდ სითბო და თუ გარბიან გარეთ იმიტომ კი არ არის კარგი. როგორ შეიძლება კარგი იყოს და ყველა მიცის ეგ მაგრამ რაქნას ადამიანი არის ბუნებით ნეტარი. მას არ როგორც წყალს არ შეუძლია სისველის გარეშე ყოფნა ადამიანს არ შეუძლია ნეტარების გარეშე ყოფნა და როცა მოწყდა იმას უკვე იქექება ნაგავში რომ აღიდგინოს გაახსენოს ის ნარკოტიკი სადღაც ახსენებს ქალი სადღაც მაგრამ იცის რომ ამაში არ არის მაგრამ საწავიდეთ მაშინ პასუხებლობა ვინ უნდა იყოს ის ვინც ამბობს რომ მე ვარ ქრისტიანი და მაზიარებელი რასიშად მაზიარებელი ვარ ქრისტეა ჩემში მაშინ აჩვენეს ნარკოტიკი უпроსტად ნარკოტიკი იმ გაგებით რომ ქრისტეს სიცოცხლე აი ამით აუსე ის ნაკლებობა, რასაც ის სხვაგან იღებ. შენ თვითონ იყავი ქრისტე ამათვის და რას აკეთებდა ქრისტე? რატომ იყვნენ ქრისტეს მიმდევრები? რა ქრისტე ვინმე შეაშინა, ვინმეს რამე შეპირდა? თვითონ იყო აქ ვინმეს რაღაცაზე საიქიოზე უყვებოდა? არა, ქრისტეს კომპანიაში ყოფნა კარგი იყო. ქრისტეს გარშემო უყვარდათ ყოფნა. ის არავის არის, იმიტომ რომ აქ იღებდნენ ყველაფერი იმას, რაც ვერ მიიღეს ვერც სახში, ვერც სამუშაოზე, ვერც რაღაც სიამოვნებებით, ვერ ჭამით, ვერ სვით, ვერც გართობით, ვერაფერ. ეს ფლობდა ეს პიროვნებაში იყო კონცენტრირებული. ჩვენ ქრისტიანები და მაზიარებლები ქრისტეს გაგრძელება უნდა ვიყოთ. აბა გაჩნდეთ რა ქრისტიანები მოვედოთ ამ საქართველოს ქრისტეს სიყვარულით ანთებული. ქრისტიანები ჯანმრთელობისთვის თუნდაც რაღაცა რომ მე მართლა ერის გადარჩენისთვის. თუმცა აი შეიძლება მაგალითად ყველაფერი გააკეთოს ეკლესიამ და თუ კი მთავრობა არ შექმნის შესაბამის პირობებს თუნდაც იმ ადამიანისთვის, რომელსაც გადარჩენა ჭირდება, გამოვა ამ შემთხვევაში რამე მოვა თქვენთან თქვათ, დაარიგებთ, ანუ გეშებთ, წავა და აღმოაჩენს რომ არ შემოსავალი აქვს, არც მხარდაჭერა აქვს. შეიძლება ასეთი ქალი, რომელიც მარტო ხელა დედაა, ხვალდაზე გცუდ გზაზე შორის მან შეიძლება კიდეც მთავრობის გარეშე ქრისტეს მთავრობა არ ჭირდება მთავრობა ჩვენ ვართ უკვე კარგი გაგება ხო ხელშეწყობა ხო ჭირდებათ ამ ადამიანებს კი გეტყვი მე როცა აი მრევლი ეკლესია ხო ჯერეთი მრევლია ყველა ექიმის დიდიც პატარა თუ შენ აღდი ქრისტიანი მრევლი ხარ და ექიმი ხარ შენ რა შეჭირდება მთავრობა მე ჩემს სიცოცხლის ნაწილს დაუთმობ ამათ მაგრამ არ უთმობ რატომ არა ვართ ქრისტიანები მე ფული მაქვს
რამდენი ბიზნესმენი დგას ტაძარში, მილიონერი. აბა კითხეთ გაიღოს აბა რამე უკვე ვერ აკეთებ. ესე იგი არ არის ქრისტიანი. ამიტომ კიდე გეუბნებით, ჩვენ რომ მართლა ქრისტიანები ვიყოთ, რა თქმა მთავრობა. აგე ყველა მრევლი არ არის, ყველა პარლამენტარი, ყველა ბიზნესმენი ტაძარში არ დგას. არ განან, არ ჩვენი თანხა არ შედის თუნდაც რომელიც გროვდება ბიუჯეტში. არ გინახავთ რომ დგან და რა სიშავს ქრისტიანად ყოფნა მაშინ. თუ შენ მოყვას ქრისტე პირდაპირ გეუბნება ორი ტანსაცმელი თუ გაქვს, ორი რაღაცა ერთი დაუთვეს სხვა. ეს არის პრაქტიკა. ეს არ არის მარტო მოწოდება ტელევიზიიდან, ამბიონიდან. ეს არის სავის გაწირვა მოყვასისთვის, როდესაც გამონაწილო არა მარტო მატერიალური სიკეთე, არამედ შენი სული უნდა მოუტეხო მაგას. ის მათხოვარი შენგან სიყვარულს ითხოვს დააფასო, ითხოვს მათხოვრის მის მიღმა ის სული გიყურებს შე ის დააპურო სიცოცხლე სიყვარული მიყვარხარ უთხრა მართლა გიყვარდი გავაკეთოთ ეს და არც თავრობა დაგჭირდება მე იმიტომ ჩვენ წიაღში იქნება ყველა ჩვენ თვალი ფართოდ გავახელთ და სხვათა შორის აი მაგას როდესაც საუბრობენ ხოლმე პაციენტები პარალელს გავავლებ თუ თქვენის ნებართვით როდესაც საუბრობენ პაციენტები თუნდაც ექიმების მხრიდან უგულო დამოკიდებულებაზე თუნდაც იმაზე რომ დღეს ექიმები საკუთარი ფინანსური ინტერესის გამო შეიძლება ნიშნავდნენ ოპერაციას საჭირო არ არის შეიძლება თანამშრომლობდნენ წამლის სააგენტოებთან და ფარმაცევტულ კომპანიასთან და დანიშნონ ის მედიკამენტი რომელიც საჭირო არის და უფრო იაფშენი მედიკამენტიც მოგვარდება ის პრობლემა მე მიჩნდება ხოლმე ლოგიკური შეკითხვა ამ ადამიანთან მაგალითად თქვენ თუ იქცევით ისე თქვენს პროფესიაში და იმ საქმეში რომელსაც თქვენ ემსახურებით კეთილსინდისიერად მომხმარებლის მიმართ აი აქ არის ფესტი მაგრამ აქ არის პრობლემა მე მომისმინე შვილო დაო ჩემო ძვირფასო ადამიანი შენ როგორც ექიმი, მე როგორც მღვდელი, ვიღაცა როგორც პარლამენტარი, ვიღაცა როგორც მიტროპოლიტი, თუ პოლიციის მუშაკი, აი ამ ქრისტეს პრინციპებით რომ ცხოვრობდე, სამოთხე გიქნება დღეს. სწორედ ეგ არის კრიზისი, ჩვენი პრობლემა არის ზუსტად რომ ჩვენ ვართ ფარისეველი ქრისტიანები. ჩვენ ვართ გარეგნულად ქრისტიანები, თორე აი ახლა გეტყვით ერთ ციტატას პავლე მოციქულის და როგორ გაიგებთ ამას. ჩვენ ცოცხლები მარადის მივეცემით სიკვდილს იესოსთვის რათა იესოს სიცოცხლე გაცხადდეს ჩვენს მოკვდავ სხეულში კიდე გაგიმეორებ და ჩვენ ცოცხლები მარადის მივეცემით სიკვდილს იესოსთვის რათა იესოს სიცოცხლე გაცხადდეს ჩვენს მოკვდავ სხეულში იესოს სიცოცხლე არის თავდაპირველი დედა სიცოცხლე რომელშიც არის კონცენტრირებული მთელი სიკეთე რასაც ჩვენ სანაგვეში ვეძებთ ანუ ის თუ ჩემშია მთლიანად დაკმაყოფილებული ვარ გარეთ არ ვეძებ და გინდა რომ შენს მოკვდავ სხეულში იესო გაცხადდეს პავლე ამბობს გინდა ამისთვის მარადის მიეცი საკუთარი ეგო სიკვდილს რასიშას მარადის უწყვეტად როგორ მოკვდო უწყვეტად რამდენჯერმე კაცო უწყვეტად ფიზიკურ ტკივილზე არ არის ლაპარაკი სიკვდილი ეგო უარყავი შენი მოგება უარყავი შენი მომხვეჭელუსული უარყავი აი სად არის პრობლემა ამიტომ როცა ექიმი ხარ და როდესაც ჰიპოკრატეს ფიცზე ნასწავლი ხარ და როცა ქრისტეს პრინციპები ჯვარ გულზე გისვენია შენ ვერაფრით ვერ გაუშვებ პაციენტს იქ სადაც ის ამალს იყიდის რომელთანაც შენ ბიზნესი გაქვს იმ კომპანიასთან და პირად გამო ვერ გააკეთებ და როდესაც ყველა სფეროში ასეთი ხალტურები ხდება ასეთი ურწმუნოებები და ამ დროს ხატები უკიდიათ ყველას და პარაფინის სანთლები გვიყვარს განსაკუთრებით და არც ხატებს უნთებ და ყველა დაუნთე ადამიანს შენი გულის სიცოცხლე რაღა იხატებთან მიდიხარ და ფულს სიხდი. კი ეს შეწირე ეკლესიას, მაგრამ აგერდე არ გააკეთო ეს, როცა შენ იცი რას აკეთებ, რომელ წამალს უწე, ექიმი რო ხარ, ასევე პოლიციელი რო ხარ, პროვოცირებაზე რომ მიგიდიხარ იქ ახალგაზრდებთან და ხო შენი ძალიან კარგად იცი რომ შენც არიყავი ახალგაზრდა, რო ცოტა იმას თავისი ამბიცია 20 წელს ბიჭს ხო ამბიცია აქვს, ამიტომ დაარტყა მამას, შენ ხო იცი რომ ის შეგაგინებს და ამ დროს იჭერ და 5 წელი ციხეს მეუჯდი, არ გააკეთო რომ პოლიციელი რო ხარ ეგა მღვდელი რო ხარ შიგნით უფალს რო შეწირეს ენი სიცოცხლე ხო ადამიანს რო უყურებ არ მოატყუ ამ დროს შენ ველაპარაკი არ მიაფუჩეჩო და ოლარი კი არ დაადო ოლარს არაფერი ძალა არ აქვს თავისთავად შენ ქრისტე იყავი მაგისტრის იმ წამს 5 წუთი ელაპარაკები უარი თქვი ყველაფერზე და მიეცი თავი გაწირე ამ კაცისთვის ქუჩაში თუ უცნობთან არ მოექცე ზერელ გავაკეთოთ ყველამ იქ სადაც ვარ ქრისტეს პრინციპებით ვიცხოვროთ და საერთოდ მოიშლება პრობლემა ამიტომ რა გავაკეთოთ რა უყოთ იმ ექებს რა უყოთ ახლა იმ პოლიციას თუ მღვდელს თუ სხვადასხვა თანხმდენი რო ხარ და რო ატყუებ ხელოსანი კიდე უარეს თანხას რო იღებ და მე აღარ მიდიხარ სიმწრით რო აქვს ადამიანს ნაშოვნი და მე ის ხელოსანი მოდის ჩემთან და მეწუწუნება რაც უდები არიან ექიმები რომელიც შეიძლება სხვა მისი კოლეგა მოატყუა
და მე ვეღარ პოულობენ თქვა, ანუ მე რისი თქმა მინდა, ყველა გახდა არაკეთილსინდისიერი, უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში. მან აი მაშინ რო არის, რომ მუცავს რომ მოკლავს ალუ და ქეთელა, გულში მჭირს, გულში რჯულზაღლო, გულში ჭირს საქართველოს. დია სანამ იმ გულში არ ჩავალთ, ყველა არ ჩავიხედა ჩვენ გულში, აბა რა ხდება შენ გულში? ჩაიხედება კარგად, ვინც არ უნდა იყოს შენ, იყავი რა ღვთის შიში მართლა თუ გაქვს და მართლა ქრისტიანი ხარ, იქ გაასწორე, იქ გამართე შენი თავი. საქართველოს როგორ გამართავ მიტინგებით, როგორ გამართავ, არჩე ერთ და იგივე საქართველოს გული არ იცვლება. გული არ იცვლება და იცვლება მასკარადი. ჯერ ერთნაირიან საქანელაზე, მერე მეორენაირიან ხალხი ისე არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ გული არ იცვლება. ყველა თავის ინტერესზე რო ფიქრობს, მან ჩდება პრობლემა, მამაგურა, მან ჩდება პრობლემა და მე აუცილებლად მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ აი ასეთი კარგად გაშალეთ ის პრობლემა, რომელიც რეალურად არის ძალიან მრავალწახნაგოვანი. ფესვები, მაგრამ ფესვი ბევრი ფესვი არის ამ პრობლემის და ასევე რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიებს, ჩვენი ორგანიზაცია, მე გახლავართ გითხარით კიდევაც საქართველოს ჯამთველობის ფედერაციის დირექტორი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მრავალი წლის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი დაფინანსება არ აქვს, ანუ უცხოური დაფინანსება არ გქონია, ჩვენ ვაკეთებდით სახელმწიფოსთან ერთად პოპულარიზაციის კამპანიებს ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაცია, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა, სისხლი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტი ქვეყნისთვის, თუმცა დღესდღეობით 2023 წლიდან ეს კამპანია არ ჩატარებულა. ჩვენ რაღაცებს მაინც ვაკეთებთ უანგაროთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვობიდან იწყება პრობლემა. ბავშვობიდან უცხოელები როდესაც ჩამოდიოდნენ საქართველოში, სწორედ მაგას გვასწავლიდნენ, რომ ჩვენ ბავშვებთან უნდა დავიწყოთ მუშაობა, ბავშვებთან უნდა გავუკეთოთ პოპულარიზაცია, თუნდაც სისხლის უანგარო დონაციას, ახალგაზრდებში უნდა გავაკეთოთ პოპულარიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის, რადგანაც მათ არ დაიწყონ თამბაქოს მოხმარება, მათ არ დაიწყონ დაიხარჯოს ეგერეს. ხო, აი ამაშია პრობლემა და სამწუხაროდ ბოლო წლებში ასეთი ტიპის კამპანიები აღარ ჩატარებულა, ჩვენ უანგაროთაც ძალიან ბევრი გვიმუშავია. იგივე თქვენ საუბრობდით ბედნიერების განცდაზე. ჩემი ერთი ახლობელი მეუბნება, რომ 2020 აი პანდემია რო დაიწყო იმ პერიოდში, ჩვენი ორგანიზაცია ასევე ეხმარებოდა COVID ინფიცირებულებს, ვინც თქვათ ვერ წვებოდა კლინიკაში. ძალიან ბევრი კარგი ექიმი ყავს ორგანიზაციაში გაერთიანებული, რომელიც აი ეს დისტანციურად ეხმარებოდნენ, თქვათ მედიკამენტების ნიშნავდნენ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ექიმები, თქვათ რეგიონში რო პაციენტი მძიმდებოდა, თბილისიდან ექიმები, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, ჩაფიძის კლინიკის ექიმები, აქედან ეხმარებოდნენ თავიანთ კოლეგებს, რომ ეს პაციენტი მდგომარეობიდან გამოეყვანათ და ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავდა იმ პერიოდში და ჩემი მეგობარი მეუბნება რა, რომ და ვიყავი ძალიან ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილი და უძილო ბევრი ღამის, კი, მაგრამ აი ხა შენ რასაც გიყურებო, როგორი ბედნიერიც ხარო, ასეთი ბედნიერები არიან და ასე ვთქვათ ემოციებში ადამიანები, ვინცო იღებენ ნარკოტიკებსო. ხო და რამეს ხო არ იღებო? მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილი ვიყავი ძალიან ბედნიერი. ბუნებრივ მაშინ ხარ გისმენდით, აი გამახსენდა ჩემი მდგომარეობა, მრავალი უძილო ღამის შემდეგ რო თქვა გვირეკავდნენ, რომ აი თქვა პაციენტი არის გადასაყვანი, ჩემი უღლე ინფექციური მუშაობს და მაშინ ძალიან გვეხმარებოდნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები. მიუხედავად ამისა ვიყავი ძალიან ბედნიერი. აი საოცარი ბედნიერების შეგრძნება მქონდა იმ პერიოდში და აი ზუსტად გავიგე ახლა ის ყველაფერი, რასაც საუბრობდით საკუთარ თავზე, საკუთარ საქმიანობაზე, გადმოვიტანე ასე ვთქვა და ძალიან ბევრჯერ ცრემლი მომადგა. და მადლობა თქვენ ამისთვის, დღევანდელი საუბრისთვის. ჩვენ ძალიან თითქმის აღარ გვაქვს უკვე დრო ამოგვეწურა, მინდა აქვე ჩვენს მაყურებელს შევპირდე, რომ აუცილებლად თქვენ პერიოდულად იქნებით ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვისაუბრებთ ბევრ საკითხზე, რომელსაც მე ფაქტიურად პირველი ბლოკის კითხვებს ვერ გავცდი. არაუშავს, არა. ამოუწურავია და ერთსაც ჩვენი მაყურებელი მაინც ელოდება ამ თემას და მინდა გკითხოთ. აი ეს ემოციები, რაც ჩვენ გვაქვს, თქვათ, შური, აგრესია, ეს იწვევს თუ არა დაავადებებს, მინდა გკითხოთ და ასევე მინდა რამოდენიმე შემთხვევა გაიხსენოთ სასწაულებრივი კურნების, სადაც ექიმებიც კი ამბობენ, რომ აი უკვე რომ იმედი აღარ იყო. ყველა ექიმი გეტყვით იგივეს მე რა იმედი რომ აღარ იყო, ღმერთი დაეხმარა პაციენტს და პაციენტი სასწაულებრივად განიკურნა. ამაზე რომ ვისაუბროთ. კი, უმრავლესობა ექიმის იგივეს გეტყვით თქვენ, მე მეგობრები მყავს, მრევლი მყავს ექიმები, მე რეანიმაციებში დავდივარ და რეები ხდება იქ. რა ხდება? სასაული, ნუ არის რა, ყველაფერი ხო ლოგიკით, აი
ბევრი რამ არის ჰორაციო ქვეყნათო ზე, სადაც ფილოსოფოს სიზბრადაც არის მოჩვენებია. ჩვენ გვგონია რეალობა ის არის ტელევიზორად გვესმის და ქუჩაში და გარედან. ეს არის ქერქიც არ არის იმ რეალობის რაც ხდება. იქ ვინ გაზომოს ეგა იმ სიღრმეებში ღმერთი ისეთ რაღაცებს აკეთებ, რამდენიც გინდა და როგორც გინდა. შეგიძლიათ გაიხსენოთ რამე კონკრეტული ფაქტი, მაგალითად აი სიმსივნით დაავადებული პაციენტები უკვე რომ გამოსავალი აღარ არის. კი, ჯერეთი თქვენ თქვით რომ სიძულვილი, ბოღმა, შური, აგრესია იწვევს თუ არა ფიზიკურ დაავადებებს. პირდაპირ მიშვებით, ყველა ექიმი გეტყვით რომ კუჭის ტკივილი საიდან მოდის? პირველი ნევროზი, ნერვიულობა ურტყამს კუჭს, ყველა ორგანო გადაჯაჭვულეთ თავის სულიერ ორგანოს და სულიერი მას აქვს რა ქვია აი დაუშვათ კუჭი გული თირკმელი პირდაპირ მიბმულია შესაბამის თავის სულიერ მდგომარეობასთან იქ დაუშვათ იქ ნერვულობასთან ან სიძულვილთან ბოღმასთან დაუშვათ რაღაცას აწვევი და მყარად რაღაცა იქ სწორნაწლავის იმაზე იჩენს მე აპარატურაც ვნახეთ არის ეგეთი ქალბატონი ნუ არის კლინიკა ჰარმონიას დირექტორი იქ გეუბნება პირდაპირ შეგიძლია გააკეთო ანუ სპეციალური კომპიუტერული აპარატურა არის რომელიც გიფიქსირებს რისხანება რომელ ორგანოს მას იწვევს დაუშვათ დაზიანება ამიტომ თვითონ თქვა რომ მე პირდაპირ კავშირი მაქვს სულიერ მოძღვართან იქ მიდის ვიღაცა ახსარებით ხო რაღაცა ის ფიზიკურში გადადის და ორივე კომპლექსურად როცა იმუშავებენ ამიტომ რომ თუ იმან არ მოინანიაო რაღაცა არ მე ვერ გავკურნა რომ ანუ ერთი მთლიანია კიდე გეუბნებით არ არსებობს ავადმყოფი ორგანო არსებობს ავადმყოფი ადამიანი სანამ აქამდე არ მივალთ სულ ასე ვიქნებით ხო და რაც შეეხება სასწაულებრივ კურნებებს აი შეგიძლიათ გაიხსენოთ რამოდენიმე და დავასრულოთ ერთი შემიძლია აი ბულემია იცით ხო თქვენ დაუშვათ ბულემია ბევრს ეჭამენია თითქმის ისეთი რომ უკვე ის არის ემართებათ მე რა ქვია მაგას ეს ზედმეტი სიგამხდრს რა ქვია ანორექსიამდე ბიდიან ანუ ერთი იყო ჩემი ახლობის შვილი რომელიც უკაცრავად და რასაკეთებდა ფულს იპარავდა მე რემდო საჭმელი არ ყოფილი უნდა ჭამოს ბევრიში მე რომ და აღებინოს და პარკებით ათობით პარკებით გავსებული იყო ოთახი იპარავდა სხვიდან რაღაცებს ყიდდა ისევ ჭამდა ისევ საშინელება ფსიქიკური პრობლემა არის პირდაპირ გამოკვეთილი ვერაფერი ვერ ფსიქიატრი ვერც სადასა და სიმწერისგან ეს ბავშვი უკვე ბაბუა უკვე ამბობდა რომ თავს მოვიკლა ამ მოუკლავთ არ შველის არაფერი და განაიც მე კი არ ვამბობ ახლა ჩემ თავზე და რაღაცა ეს რამ მნიშვნელობა აქვს მოხდა ისე რომ იმ წამსვე პირველივე შეხება და რაღაცა საუბარი სულ 10 წუთი 15 წუთიანი იმ წამიდან არც ერთხელ არ გამეორებია გათხოვდა შვილი წყავს ანუ ეს არის დახუნძლულია ქრისტიანობა ასეთი საცავებით. ამიტომ მე რომ საუნჯეს ვეწებდი გარეთ გაჭრილი ეურნი თურმე შინვე ყოფილა კერი ძირშივე ჩაფლულიო. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პატასა ყველა რესურსი ადამიანს თან და ჩვენ უფრო მეტის ღმერთი სისავსე არის თითოეული ადამიანი უბრალოდ არ ვიცით ამის ამუშავება. ანუ ძალიან აი პატარა დიდი აპარატი რო ქონდეს ადამიანს ახლა ურთულესი და სულ 2-3 ფუნქციაშთვის იყენებდი. ჭამა, სმა, გართობა, გამრავლება და სიკვდილი. მაშინ და ადამიანში მთელი სამყარო ღმერთია, ადამიანში რესურსებია და ამით შეგვიძლია ჩვენ ვიმოქმედოთ და გამკურნოთ ადამიანები. ახლა მე არ შემიძლია ბოლოს გამოშვიდობი წინ მე მინდა ეს გაჩუქოთ. მე აქაც უკავშირდება ეს არის უადო პატიმრის გაკეთებული ეს არის სტიგმა ერთგვარი უადო პატიმრი საქართველოში გონია თუ რაღაც სასწაულები არიან და განსაკუთრებული დამნაშ ტყუილია ყველაზე ისეთი პატიმრები არიან მე გამონაკლეს არ ვამბობ პედოფილებს და იმას მაგრამ ისეთი ბიჭები სიყვარულით სავსე ცეცხლით სავსე და მე მინდა საზოგადოებას მათზე კონდეს ყველაზე ჯერეთი ყველა ღვთის შვილია მაგრამ აი რაღაცა მათ მიმართ ბევრი რაღაცები არ გაკეთდა იმის გამო უადოა მაგრამ ეს გიორგია პატიმარი მის სახელით გაჩუქებთ ამას პირადად და მე ეგეც ესე ჩვენი ავადმყოფობაა ყველაფერი რომ იქ ციხეში ხდება ვიღაცა საბოლოო ჯამში ჩვენ ფესვი დაწყობილი გქონდეს მართლა საცასასუფლებელი იქნებოდა არც იხები იქნება არც ავადმყოფოები და ამას გვირდება ქრისტეს ზუსტად ჩვენ რომ მის მოსვლას ველოდებით აჰა ვქნი ყოველივე ახალს მოწმენს ღმერთი ყოველგვარ ცრემს მათი თვალებიდან და არ იქნება სიკვდილი სიბერე ავადმყოფობა ყველაფერი ძველი გადავიდა დიახ ეს 60 დედამიწაზე იყო ამიტომ მე
ჩვენ მხოლოდ გვიშველის მესია, კარგი გაგებით, ქრისტე. ჰე მოდი უფალეს მარანათა ეს ლოცვა პირველი საუკუნეა იყო, ანუ მოდი რასია, ციდან კი არა. მისი სიყვარულის, მისი სისავსის ჩვენ გულებში მოსვლა, მოწევა, ანუ სიმწიფე. აი რა ლეხსო სიმწიფე აკლე ვერ შეჭა, დამწიფდება შეჭა. რომ ჩვენი გულები დაამწიფოს უფალმა, რომ მისი სიყვარულის გადმოდიოდა ჩვენი თვალებიდან, ჩვენი გულებიდან და გადაიღვեր მთელ სამყარო, ამას დაეწაფება ნაგავში არ წავა არავი. იმიტომ რომ ყველა ის ნივთიერება თუ ყველა ის მოქმედებები, რასაც ადამიანები დღეს მიელტვია, ნარკოტიკი, თამაში, გაქცევა, როცა შენ ქრისტეს სიყვარულით ხარ სავსე, ცხოვრება ხდება თამაში, ცხოვრება ხდება უკვე სავსე ნეტარებები და ექსტაზი. და ამიტომ არცადე არ გაიქცევი, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით. აი ამაზე ვილოცოთ, რომ უფალმა მალე ინებოს, რომ ჩვენ გულებში მოვიდეს მართლა და აი ეს რაღაცა ეს ფარდა რომელიც ფარავს მისგან გადაწიოს და მის ნათელმა მოგვიცავს აი ეს არის ჩვენი ალბათ რაც გვიშველი საბოლოო და როგორ ფიქრობთ თქვენ აი გისმენთ ახლა და მეორეთ მოსვლა ბევრჯერ ახსენეთ და ის რომ ქრისტე გადაგვარჩენს ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე როდესაც დღეს მოგიხსენებათ სოციალურ ქსელებში ყველა ქვეყანაში თუ კი რამე ხდება ყველა ვიგებთ მთელი სოფლიოს მასშტაბით თუ კი კატასტროფა, კატაკლიზმა, რაღაც უბედურება მოხდა, ადამიანები წერენ, რომ აი უკვე მეორედ მოსვლა დაწყებულია. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მეორედ მოსვლა არის იესო ქრისტეს დაბადება ჩვენს გულებში. თქვენ ხართ მოძღვარი, რომელსაც ყავს უამრავი მრევლი. გაქვთ ძალიან ბევრი ადამიანთან შეხება. თქვენ იყურებით პირდაპირ მათ სულში, მათ გულში და როგორ ფიქრობთ? მიდიან ადამიანები უკვე აქეთკენ, სიმწიფისკენ, დაწყებულია მეორედ მოსვლის პროცესი, რომელიც გულისხმობს ჩვენს გულებში ქრისტეს დაბადებას და ჩვენი ცნობიერების შეცვლას. ტრანსფორმაციას. ტრანსფორმაციას. ეს პირველი საუკუნე დაიწყო იმ წამიდან, რაც ქრისტე შემოვიდა ჩვენ გულებში. დაითესა, უკვე დაითესა და რასაც დათესა, ის აუცილებლად არა, ჭირნახულად მოვიწევთ. ახლა ზუსტად ეს ჭირნახულს როდის მოვიწევთ, რა წამს არ ვიცით, მაგრამ მეორედ კი არ მოდის ქრისტე. ის ერთხელ მოვიდა სიცოცხლე. ჩვენში იყო, ჩვენში ცხოვრობდა და წმენით, როგორც მარცვლით ის შემოვიდა ჩვენ გულებში, როგორც მარიამ ღვთისმშობელში. იგივე სულით შემოვიდა ჩემში, რომ ჩემგანაც ხორცი შეისხა. ამიტომ ქრისტეს მოსვლა, ეს არის მისი მომწიფება, ძალაუფლებით, ანუ გამეფება. ანუ ეს არ უნდა იყოს ჩვენი ახლა რაღაც სალონური საუბრის თემა, ან ეკლესიის შიგი, ცხოვრების წესი უნდა გამსჭოლოს, ეს არის მისი გამეფება, ამას ველოდებით. და მაგას გეკითხებით, ადამიანებში ხედავთ თქვენ ამ აი ახლა სხვა საკითხია. აი ამ მომწიფების პერიოდს დაწყებულია ეს პერიოდი? აი ბოლო პერიოდში მე რასაც ვაკვირდები, ნახეთ სოციალური ქსელები, YouTube, TikTok, ყველგან ნომერ პირველი საკითხი არის ადამიანის ადგილი სამყაროში. ერთდროულად არის შიშებიც, რომ რაღაცა მოხდება და არის გადარჩენა და ისეთი ისინი დაინტერესებებია საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნეგატივია გარეგნულად შინაგანად ახალგაზრდებში განსაკუთრებით ყველგან არის მაძიებლობა, ეძებენ საკუთარ თავს, ეძებენ რა გავაკეთო, ვინ ვარ, სადა ვარ. ყველაზე ოპტიმალური, ანუ ეს არის ჯერ რაც არის ადამიანი და ნუგეში რაშია. შეიძლება თქვენ მამაკურა რა დროს ეს არის საქართველოს გაბწყინება კი არის, ნახე რა დღეში ვარ, რა პრობლემებია, მაგრამ მაგას ნუუყურებთ თქვენ. აქ არის ლაპარაკი კრიტიკულ მასაზე, ეს უკვე მეცნიერებაა. ანუ რა არის კრიტიკული მასა? საქართველოს შინამდვილეში დაუშვათ რამდენი მილიონი ვართ ხო? 3-4 მილიონი, ხო? რაღაცა რამდენიმე ათეული ადამიანი არის კრიტიკული მასა, თუ კი მათში მოხდება, ანუ გამოკვეთა ამ ქრისტიანული მართლა შევდგეთ. ესე არ არის, ახლა ამდენი მორწმუნეები ვართ, ერთია, მაგრამ მეორე კრიტიკულ მასას რომელშიც განსაკუთრებით მისი მოსვლა განხორციელება, მოსვლა რა მომწიფება. ამიტომ არ არის აუცილებელი ეს რომ მთელ ერს და მთელ სოფლიოს ერთდროულად დაემართება. რაღაცა წერტილში გაჩნდება ის სიმწიფე, ის ძალა და ეს კრიტიკული მასა თვითონ მე ძალდატანების გარეშე გავრცელდება, ეს უკვე მეცნიერებაა უკვე. აი ეს პროცესი იგრძნობა და ქრისტეს გვეუბნება, დიახ, ის ამბობს, როცა აიროლოდებით მაშინ მოვალ, მახესავით დავეცემი, ქურდივით მოვალ, ელვასავით, სულ ანუ როდის მოხვალ რო ეკითხებიან, არ მოვა ხილულად, შიგნით ჩაიხედეთ,
პირველივე დღიდან ჩვენ სულ მის მოლოდინში ვართ რომ ის გვიშველეთ ანუ მისი სისავსე ჩემგა რომ მასზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ მასზე კი არ უნდა ვლოცულობდეთ და ტრაქტატებს ქვნიდეთ და რაღაცა კვერექსებს ეს კარგია მის მოსვლამდეა მისი მოსვლადიშა ფარდა გადაიხდება და ჩვენ ნაყოფის ვიმკით მოვიმკი ჩვენი ცრემლების ნაყოფს ცრემლი თესველი სიმღერით მოიმკიან წერია ანუ რისთვისაც ვიწვალე ჩვენმა წინაპრებმა ჩვენმა მოწამეებმა ჩვენ ყველამ რამდენი ცრემლი ვზღვარეთ როგორ ფიქრობთ განგებამ რომ დაუშვა ეს წუთი სოფელი არ გათვალა ეს ტკივილები და თუ გათვალა არ დააზღვევდა იმ ცრემლებს და ბავშვის ცრემლებს ტკივილებს დედის გამწარებას შვილი რო უკდება ომიდან არ მოსული ჯარისკაცის მშობლების ტკივილს სიბერე ყველაფერი არ იცოდა რა მოყვებოდა და მაშინ რატო უშვებს პირველი რაც ამის მოყვება ის უსასრულო დიდია ამ ვიდრე მცირე ტკივილი და მეორე ყველა ტკივილი დაზღვეულია აქაც და იქაც ის ასე ჩანს გარედან მაგრამ დაზღვეული ნიშნავს რომ რაც ყოველი ცრემლი დაღვრილ ცრემლზე იამოდის ოღონდ შეიძლება შენ ეს არ იცოდე ეს ნამდვილად ასეა და სამყარო მადლობა ღმერთს ქრისტეში გამოხსნილია ჩვენ გველოდება მშობიარობის ტკივილები რომელშიც არის საშიშროება რომ გადაყვეს დედა ან ბავშვი არის საშიშროება ამ აპოკალიფსისში მაგრამ აუცილებლად დაიბადება დიდი და ოქროს ბიჭი ჩვენი სამყაროს მეუფე იესო ქრისტეში რომელიც მოგვიტანს მარადიულ მშვიდობას და ერთი შეკითხვაც და ის იმედი გვაცოცხლებს და ერთი შეკითხვაც აი ეს დაავადებები რომელსაც ამბობენ ძალიან ხშირად რომ ღმერთი გვიგზავნის დაავადებებს იმისთვის რომ გამოვიყვიწოთ და ვფიქრდეთ რაღაცას მივხვდეთ თქვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? ეს აუცილებლობა კი არ არის ღმერთისგან გასვა ახლა მე შე რა გაგაწვალებ და მერე საბაგეროდ მოგეფერებ. შეუძლებელია დაავადებების გარეშე იმ მდგომარეობაში რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით ამოთხის მერ, მაგრამ კიდე გეუბნებით ეს ჩვენი ხანმოკლე მცირე ტანჯვა. არაფერი იმ დიდებასთან შედარებით რაც გაცხადდება ამის საფუძვლად. ნახე ორი ხედვა უნდა გქონდეს. თუ კვერცხი რო ტყდება პატარა ბავშვი ტირის რო გაფუჭდა კვერცხი მაგრამ დიდი უყურებ ციციც რომელიც კიდე გამოვიდა ანუ გააშია მზერა საით იყურება აპოკალიფსისზე აშინებთ იმად რომელიც მთლიანად მატერიალური ცხოვრებით ცხოვრობენ მაგრამ ახარებს იმას თუ რა მოყვება ამას ყველაფერს ეს აი ძალიან კარგი შედარება მოიყვანეთ თქვენ სამშობიარო ტკივილები რომელზეც ძლიერი ალბათ არც არაფერი არ არის ამ სამყაროში და სამაგიეროდ იბადება ახალი სიცოცხლე ამინ აუცილებლად სხვანაირად უმეტესი მადლობა ასეთი საოცარი საუბრისთვის მართლა გულწრფელად გეუბნებით სამი კითხვა ვერ დავსვი რაც მქონდა განსაზღვრული ამიტომ თქვენ აუცილებლად ხშირად უნდა მოხვიდეთ ჩვენს გადაცემაში ჩვენს პოდკასტში გაიხარეთ შენც რომ მომეც საშუალება რომ ესე ღიად გამომეთქვა ჩემი გულის ნატები. ესეც ამასაც უნდა პროფესიონალიზმი და განწყობა და გულიც. დიდი მადლობა, გაიხარეთ. ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობები მომავალ ეპიზოდამდე და ძალიან გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა, დაგვიჭირეთ მხარი, გამოგვეხმაურეთ, რათა ჩვენთვის ეს იყოს мотиваცია, რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ეპიზოდი შემოგთავაზოთ. კარგად ვცანდებოდეთ.